დაბადების დღე მშვიდობის, შუა დღე მშვიდობის. იმიტომ რომ პირველი დაბადების დღეა. გილოცავ, ჩემო გვიფასა სტუმრებო, რაღაცა სტუმრებო, მასპინძლებო. Coins გილოცავ. ტევე პირველელებო, რა ვიცი მე. ძირცველო ტევე პირველელებო. ყველა თქვენს გილოცავთ და კი, ჩვენს მაყურებელსაც ულოცავ, იმ კომპანიებს ულოცავ, რომლებიც ასე ერთგულად ჩვენს გვერდით არიან და მართლა რომ არა ჩვენი მაყურებელი რომ არა ეს ადამიანები, ეს კომპანიები, ვინც ამდენი წელია ტევე პირველის გვერდით დგას, მაყურებლამდე ის ნამდვილი ამბები ნამდვილად ვერ მივიდოდა, რაც ამ ეთერიდან და კიდე რამდენიმე ეთერიდან ჟღერს. სულ რაღაც თითქმის ჩამოსაცვლელი ეთერი არსებობს საქართველოში, საიდანაც მართლა სიმართლე ისმის, იმიტომ არ ვამბობ ამ ყველაფერს მაყურებელი დამეთანხმება, რომ ჩვენი არხია ეს. ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა, ბევრი ადამიანს დაეხმარა, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა ამ ეთერიდან და ამისათვის მოვლენების შუაგულში, ამიტომაც არის ნამდვილად ესია და აი მართლა დაუმთავრებლად შემიძლია თქვენზე ვილაპარაკო. მარტო თქვენზე არა, თქვენ სამნი ხართ ჩვენთან, მაგრამ აი ჟურნალისტები, რომლებიც მე მართლა აი რო ვუყურებ არმჯერა, რანაირად შეუძლიათ ამ ადამიანებს აი ესე სიცივეში, ამ საშიში გარემოში ესე თავდაუზრდავ ხო, მართლა ჩემთვის წარმოუდგენელია. მე ვერ ვიზავდი მაგალითად მაგას, რასაც აი ეს გოგო-ბიჭები შვებიან. მით უმეტეს იმის ფონზე, რაც ახლა ხდება ქუჩაში, როგორც არბევენ და როგორც ექცევიან ამ ადამიანებს და ყველაფრის მიუხედავად არინდობენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ყველაფრის მიუხედავად მაინც თავგანწირვით ბოლომდე, იმიტომ რომ უყვართ თავის პროფესია და ეს არის მათი ცხოვრება ალბათ და ამით იწყება და ამით მთავრდება ყველაფერი მათთვის. სხვანაირად ალბათ წარმოუდგენელია და ეს გარემო ალბათ ესე უნდა თქვათ, რომ ტევე პირველმა შექმნა ის რაღაცნაირი თავისუფალი სიყვარულით გაჟღენთილი და რომ ვიყოთ პირველები ყოველთვის და ვიქნებით დარწმუნებული ვარ. ხო, და ყველაზე მაგარი რა არის, რომ ეს ტელევიზია მარტო ეთერში რაც ჩანს და რასაც აკეთებს ყველა ერთად ეს არ არის. მაყურებელს მინდა უთხრა, რომ რემონტიც კი აი ესე ყველას ძალისხმევით და საკუთარი ხელებით შენდება, კეთდება ეს ყველაფერი მე ძალიან კარგად ვიცი ნოდარ მელაძე რას აკეთებს ხოლმე რომ არის ჩვეულებრივი გამოვიყენებ რა რუსულ სიტყვას იმიტომ რომ ეს სიტყვა ხელმძღვანელი პრარაბია რა არის და რა უკნა ხო აქ ხა ეს ფერი უნდა იყოს ის ნუ კარგია ეს შენი ხელით რაც აშენებულია და ბავშვით გაზრდილია მე უკვე სხვანაირად ვივლი და სხვანაირად ეს სანაცვლოდთან გადავაბოდი მე გავიხსენებ თუ შეიძლება 4 წლის წინ მე მგონი ზუსტად არ მახსოვს ჯერ 4-5 წლის წინ სადღაც შუა დღელაივი რომ გადმოვიდა აქ რომ გადმოვედით ზოგადად და მახსოვს როგორ ქციოდა ღრიჭოები და როგორ უბერავდა და ნელ-ნელა ეს ყველაფერი როგორ დაემსგავსა იმას ხო როგორ დაემსგავსა იმას რასაც ახლა მე ხაც მცივა ხანდა ჩემ სტუდიაში მცივა ჩვენც ზოგიერთი შეცივა რომ სტუმარი რომ შემოდის ხოლმე ვეუბნები რომ იქნებ გაიხადო რა ეს ზევიდან და მცივა და არა ეს სტუდიაში ქუდი რომ მიდის გაიხადე ანუ ხო ხანდახან ეხაც მცივა მე დავიწყოთ ის საუბარი მათ წელზე რაც გამოიარა ტევე პირველმა რა თქმა უნდა სამივესთან მექნება ეს ყველაფერი ყველა ეს კითხვა პირველ რიგში მხოლოდ იმიტომ რომ შეენარჩუნებინა თავისუფლება და მართალი სიტყვა რაც დღეს ასე ჭირს უკვე საქართველოში თუმცა ჩვენ ამის ნათელი მაგალითია ხო დამეთანხმებით ალბათ ტევე პირველი იმისა რომ მართალი სიტყვა ყოველთვის ჟღერს ჩვენი ეთერიდან მოდი დავიწყოთ მოდი ინგა თქვენთან დავიწყოთ რა გზა გაიარა ტევე პირველმა რა სირთულეებს წააწყდით ნუ წუხელ ფიქრობდი რა ზუსტად 10 წელი რო გავიდა ცოტა შოკი მივიღე ეს რო გავაცნობიერე რომ 10 წელი გავიდა იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრია 10 წელი მაგრამ მგონია რომ იყო გუში ძალიან რთული ურთულესი გზა
ურთულესი იყო ეს 10 წელი. საქმე რაშია, ხო? უდიდესი გამარჯვებები, წარმატებები, არანორმალურად ტკბილია ეს ყველაფერი, შენი პროფესიული წარმატებები, შენი პროფესიული ზრდა, ტელევიზიის, რომელიც დაიწყო აი ამ ხელა პატარა ოთახში, აი მართლა ამ ხელა პატარა ოთახში და ჩემი საყვარელი ისტორია და სხვა ჩვენს ვატოსიც ხშირად მახსენებს ხოლმე დაბადების დღე აქვს მიულოცავ ეხა ამ ტელევიზიის და ბატონო 10 წლის გახდა ხო ბატონო? კი ბატონო 10 წლის გახდა და ვატოს დაბადების დღეა და მიულოცავ ამ ეთერიდან ძალიან მიყვარხარ, ძალიან გვიყვარხარ და საოცარი ადამიანია მართლა მისი პირადი რისკების ფასად და ძალიან მძიმე ამის პარალელურად მან მოახერხა რომ TV პირველი ყოფილიყო ის რაც არის დღეს და ვატო გილოცავ თან ისეთი ამბიციურია რომ საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია მაის და მაის TV პირველის დაბადების დღე. მაშინ ვერ წარმოიდგენდა რომ გადაფარავდა მეორე თარიღი მის ამბიციური არ არის. ამბიციური არ არის. ერთად რომ გამომძვრალიყო მაგით. არა ამბიციურია ჩემთი აი რანაირად შეიძლება რომ ადამიანმა საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვიო აი მაინც და მაინც ტელევიზიის მაგრამ თავის ცხოვრების საჩუქარი იყო ალბათ მე ესე ვუყურებ მისი მხრიდან TV პირველის გაკეთებას ღიმილი ადვილია მაგრამ ძალიან მძიმე გზა გამოიარა ვატომ და მისმა ოჯახმა მათ შორის ხანდახან ხო იცით დანაშაულის გრძნობაც მქონია ახლდა ხოლმე დანაშაულის გრძნობა მისი ოჯახის მიმართ იმდენად მძიმე ისტორიები გადაიარეს და ჯერ კიდევ ალბათ სამწუხაროდ წინ გვაქვს ყველაფერი იმიტომ რომ არსებობდა TV პირველი მოკლედ გამიგზელდა საიდან დავიწყე ვატოს უყვარს ხოლმე ამის გახსენება მოყევი რა გეხვეწები კიბეებზე რო წერდი გადაცემას აი როცა კეთდებოდა ეს არხი მაშინ არ იყო ბიუჯეტი არ იყო ფული იყო ძალიან ცოტა რესურსი ადამიანური მატერიალური ტექნიკური და რა გავაკეთოთ მე ახალი გამოგდებული ვიყავი იმედიდან და ნუ ვეძებ რაღაც თავისუფალ სივრცეს სადაც შეიძლება რომ გამოგდებული ვიყავი მე ინგა რომ ამ სიტყვას იმედიდან გამომაგდეს ცნობილი ისტორია ოღონდ მადლობა ყველას ვინც გამომაგდო აქამდე 9000 ჯერ ვიქნებოდი ჩემი ფეხით გამოქცეული მაგრამ ნუ მოხდა ისაც მოხდა და აი რა გავაკეთოთ რა დავიწყოთ მინიმალური არა რესურსი და მე ვთხარი რომ მოდი ხო არ დავიწყოთ ток-შოუ 2-ზეც, ток-შოუ 4-ზე, ток-შოუ 7-ზე იყო მაშინ და მე წავიყვან თქო რა და დღეში სამჯერ ვიჯექი მიმყავდა, მაგრამ მე გარა ისტორია, ანუ რესპონდენტებს ხო ხდებოდი, ხა ჩემს პოტენციურ რესპონდენტს, ვისაც უნდა აუხსნა პრეზენტაცია გაუკეთო, რომ გამარჯობა ჩვენ ვიწყებთ რაღაც ახალს, ესეთი არხია და 2-ზე, 4-ზე და ხალხი ეს ჩემი პოლიტიკოსი რესპონდენტები გამოშტარებულები, რომ 2-ზე პოლიტიკაზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ. აი 4 საათზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ და მე ვუხსნიდი, რომ კი და მე ისეთი ტრენდული გახდა ეს რომ თელმა ქართულმა მედია სივრცემ გადააკოპირა ამას თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა იყო ჩვენი, ანუ know-how არ ვიტყვი, მაგრამ ანუ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რითი შეიძლებოდა TV პირველი ყოფილიყო განსხვავებული, მათ შორის რესურსის სიმწირის გამო არა მხოლოდ სხვა არხებისგან და მოდი გავაკეთოთ პოლიტიკური news არხი. აი ესე დაიწყო და მაგას უყვარს ხოლმე ამის გახსენება, რომ ოთახები არ გქონდა და კიბეებზე მართლა კიბეებზე ვისხეთ და ესე ლეპტოპი მუხლებზე ესე გვედო და ესე წერდით ხოლმე გადაცემას. მე შევგდით 2-ზე გამოდიოდა, შევდივართ 4-ზე გამოდიოდა, შევდივართ 7-ზე გამოდიოდა, საგიჟეთი რეჟიმი იყო და მაშინ მე მჯეროდა რომ ეს იქნებოდა, რაც იქნებოდა. ისე ერთ რამეს ვიტყვი, პირველი სტუდია რომელიც აი იმ გაგარინზე იყო ამ ხელა პაწაწინა დიანა გაიხსენებს ალბათ იმდენად პატარა იყო რომ აი მოძრაობის საშუალებაც კი არ იყო მაგრამ აი იმ ოფისში ყველაფერი იყო გაკეთებული ნოდარ მელაძისგან მაშინ ის არ მუშაობდა TV პირველზე მაგრამ აი ნოდარმა გაგვიკეთა რა პირველი სტუდია და მართლა ჩაქუჩიდა ლურსმნებით საკუთარი ხელით დადიოდა და ესე აჭედებდა და ჩემი საყვარელი ისტორია არის რომ ერთ-ერთ
ერთ-ერთი ოთახის გასაკეთება, ტუალეტი გააუქმეს, რომ აი იქ რაღაც პატარა კუთხე ყოფილიყო, სადაც კამერა დადგებოდა, ანუ რაღაც ველოფიში იყო ტუალეტი. მოკლედ, რისი თქმა მინდა, ანუ თავიდანვე აკეთებდა, შენ რო აქ რო აღმოაჩინე, ჩაკუჭით რო დაარბოდა, ეგრე არის. ძალიან მძიმე გზა გამოვიარეთ, მაგრამ დღეს უკვე მე ერთხელ ჩვენ მქონდა და გავჩერდები ბევრ დროს აღარ წაგართმევთ რაღაც კვლევა იყო რა ტელევიზიის ზრდის ტემპებს ვარკვევდი და იქ დაგვისვეს ასეთი კითხვა სოციოლოგებმა რომ თქვენიათ გახსოვსდიან თქვენი აზრითო ტევ პირველიო გოგოა თუ ბიჭიო რა და მეთქი გოგო თქო რა ხო და რატო და ნუ აი ეგეთი აღქმა მქონდა თავიდანვე რომ იყო გოგო ხო და ეს პატარა გოგო დღეს უკვე დიდი უკვე ზრდასრული საარჩევნო ხმის უფლები ადამიანი დადგა ჯერ მთლად ქალი არ არის მაგრამ ანუ უკვე დასრულებულია ხო ქალი რომელიც შედგა რომელიც არის წარმატებული რომელიც არის ძალიან ლამაზი რომელიც არის ძალიან ხმაურიანი და ემანსიპირებული და სამართლიანი და საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის რა აი ეგეთი გოგო დადგა ეს ჩვენი დიანა, ჩვენ ვახსენეთ ხო, რომ მართალი სიტყვა ისმის ამ არხიდან, ჩვენ კი ვამბობთ, შეიძლება სუბიექტურები ვიყოთ ხო და მე მსმენია რომ ამბობენ რომ რაღაცა მაინც რაღაცა ხარ თუ რაღაც და მაინც არ არის ის სიმართლე. არის თუ არა ესე, დიანა? როგორი სიტყვა ისმის? ტევ პირველი არის ადგილი, სადაც როგორი სიტყვის თქმაც გინდა შენ, ანუ ამ უფლებას გიტოვებს, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ თემაზე შეიძლება რაღაც ტრენდული აზრი არ მქონდეს, მაგრამ მე მაქვს საშუალება აქ ყოველთვის ის თქვა, რასაც ვფიქრობ და სანამ ეს საშუალება მაქვს, ვარ ამ არხზე ნამდვილად და 10 წელი არის, აი როგორ იცი უცებ დავაფიქსირე რომ მოვდიოდი რომ 10 წელი აი ოჯახებში უჭირთ ხოლმე 10 წელი თანაცხოვრება და მართლა ჩემივე ბიოგრაფიაში რაღაცა უკვე კარგაბლომად 10 წლეულები დამიგროვდა არსად ამდენი ხანი არ მიმუშავია რაღაც ოჯახი აი ჩვენივე რეკორდები მოუხსენი კი მაქვს ახლა მეც 23 წლიანი თანაცხოვრება ოჯახში და ანუ ჩემთვის რაღაცა წლები მეტი ფასი მოაქვს მაგრამ მართლა ძალიან წარმოუდგენელი იყო გზაში ვფიქრობდი რომ აი 10 წელი ვმუშაობ ერთ არხზე იმიტომ რომ მანამდე ჩემი ცხოვრება იყო სულ აი გადარბენები არხიდან არხზე რაღაცა ადგილის და დროის ჩაგერთვები რა აი მე ხსა ჩემი სუბიექტური აზრი ალბათ ობიექტური უფრო თქვენ განეკუთვნებით ჟურნალისტების იმ კატეგორიას რომლებიც თუ არ იქნება ის გარემო ტელევიზიაში რომელიც უნდა იყოს ნამდვილი ჟურნალისტისთვის არ გაჩერდები ხო, აი რაღაცა სულ ვამბობ რომ ყოველთვის არის ჟურნალისტიკის დრო და ვიღაცები მეუბნებიან რომ რა დრო ჟურნალისტიკა ქვეყანა იქცეოდა. მეთქი რო იქცევა, იქ არის ჟურნალისტიკა საჭირო. აბა დანიაში ძალიან ადვილია ჟურნალისტობა მეთქი და ამაზე ჩემმა მეგობარმა ნათია მიპასუხა რომ დანიაში უფრო რთულია ჟურნალისტობა, იმიტომ რომ იქ პრობლემას ბევრი ძიება უნდა და ამ ყველაფერი ხელის გულზეაო და მინდა გავიხსენო 10 აი პირველად რომ შემოვდგი ფეხი ტევ პირველში სულ 2-3 ადამიანის ხარჯზე, რასაც იმ გაყვება, გადადიოდა მთელი არხი და აგვისტო იყო და ყველანი იყვნენ შვებულებაში და მარტო აღოსანაია მუშაობდა 2-ზე, 4-ზე, 6-ზე, 8-ზე იმ კონკრეტულ კვირას და უცებ რომ დამინახა მითხრა რომ აი კუნძულზე რომ ადამიანი დარჩება ნავი რომ ჩაეძირება და რაღაცა თვითონ ძლივს გააღწევს კუნძულზე და უკვე საჭმელიც აღარ აქვს არაფერი აღარ აქვს უკვე სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე როა და უცებ გაიხედავს და ჰორიზონტზე გემი რომ გამოჩნდება ეხა ეგ გემი ხარ შენ და ჩქარა მოდი და ან 2 ან 4 ან 6 ან რაღაცა ესე ასე შემოუერთდი ამ გუნდს და ნოდარის პრარაბობაზე გამახსენდა რომ ახლა უკვე იქამდე მივედი რომ როცა ეს შენობა და აქაურობა ეს თქვათ აწყვა და დაწყვა და არ ვიცი რა შრომის ფასად მითხრა რომ ეს შენი კაბინეტიაო და მომცა კაბინეტი და დღემდე მეუბნება რომ ნახე რა კაბინეტი ეს კაბინეტი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ვისაც შემოუსეირნებია ეს კაბინეტი ოთახში მე და ანაწელა თელი ვართ ერთად მარტო კი
ვარ, მაგრამ მეუბნება რომ ნახე სადამდე მიხვედი, შენ უკვე კაბინეტი გაქვს და მინდა აქვე ვთქვა, წეღან ვლაპარაკობდით გოგო ბიჭებზე და Time-ის გამოცემას ჟურნალს, რომელიც წლის ადამიანებს, ასე ვთქვათ, ადგენს, ერთხელ ყდაზე ქონდა სახე არ ჩანდა, მოკლედ რიგითი პროტესტანტი, როგორც წლის ადამიანი და მე მინდა ვთქვა, რომ ამ ტელევიზიის 10 წლეულის, არ ვიცი, ან ამ წლის ადამიანები ნამდვილად არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც ველზე მუშაობენ. უკვე სახელი და გვარების და ავტორიტეტების ტელევიზია ვიხსენებდით გზაში რომ მოვედი აქ რომელ არხზე მუშაობ და ინგა გრიგოლია რომ მუშაობს ასე ვახვედრებდი ადამიანებს და ეხლა მე გაგძელი არ დაგავიწყდეს ძალიან არა ინგა გრიგოლია რომ მუშაობს იმ არხზე მუშაობ ვიღაცებს ეუნებოდე და მე ამას წინათ ტაქსით მივდივარ და ტაქსის მძღოლი მეუბნება რომ თქვენ იქ მუშაობთ ხო ნოდარ მელაძის არხზეო და კი, თქონდა მე ნოდარს დავურეკე, ხედავ. ტიპამ გითხრა რომ შენ ქალბატონო თქვენ ნოდარ მელაძის არხზე მუშაობთ. ხო, ნოდარის ამ ხრივ უნარებზე, შესაძლებლობებზე, წვლილ არ ვიცი, იმის არ იყოს, ყველაფერს და ყველა დეტალს აკონტროლებს და უკვე მაიძულებს იმ თემას სანამ გავაგზელებ, ეს ვთქვათ, შუქი გამორთე, ტელევიზორი გამორთე, ისე გადი ოთახიდან. ანუ აქამდე, კი, რა თქმა უნდა. და მოკლედ ხო და ვფიქრობ, რომ წლის ადამიანები არიან ამ ტელევიზიაში ის ბავშვები აღარ არიან უკვე, მაგრამ ის ჟურნალისტები, რომლებიც ველზე მუშაობენ და ხანდახან გერიდება, რომ სტუდიაში მუშაობა, ფიქრობ, რომ ფუფუნებაა იმათ ფონზე, იმიტომ რომ ეს რაც მათ გადაიტანეს ამ თვეების განმავლობაში და მაკაც ამის მაგალითია და მაკასთან ლაპარაკის დროსაც ალბათ იქნება ეს თემა, ხომ აშუქებდნენ ყველაფერს. დილამდე ხომ იყვნენ ეთერებში. დასისხლიანებულ კოლეგას თავზე წმენდნენ, სისხლს და უვლიდნენ. დასაპატიმრებლად გამზადებულ ბავშვებს ხომ ხელი და სტაცებდნენ ხანდახან პოლიციას. ანუ იმდენაირ საქმეს და იმდენ საქმეს აკეთებდნენ და თან არ უნდა გავისწრესო ჟურნალისტი ხარ. ამ დროს მუშაობდნენ, ნუ არ ვიცი, წარმოუდგენელი შრომა გასწიეს და მე რაღაცნაირად მინდა რომ ყველას მადლობა უთხრა, ვინც ეს თვეები ქუჩაში გაატარა. ჩვენც მუშაობდით დილამდე სტუდიებში ვიყავით ამ რთულ პერიოდში, კი, ჩვენც კარგად დავგვივართ, მაგრამ აი არ ვიცი, წარმოუდგენელია, როცა სტუდიიდან აი ესე გერთვებიან ამ ძიმე ვითარებიდან და მართლა ჩვენი დროების რაღაცნაირად გმირები არიან ეს ბავშვები. ასად არ შემოვხვედრი ვარ ამ პერიოდში, მაკას და გიორგის ამბავი არის ხოლმე პირველი, რასაც მეკითხებიან, რომ აი როგორ არიან, ან როგორ განვითარდა, ხო არ დაიჭირეს და აუ ინგა ქალბატონო ინგა ძალიან დიდი ბოდიში ერთ რაღაცაზე ნანუკა ქაჯაიას უთხარით მიყვარს. იმდენი მაქვს ინბოქსში ეს მოწერილები, რომ ერთხელ დაბადების დღე როცა ექნება, წიგნად უნდა მივარდო. ნანუკა, რუსო, ბავშვები ყველანი და რა თქმა უნდა მაკას ამბავი იყო. აი არ ვიცი ბოლოს როდის წამოვხვდი ასე და ეს თქვა ჰაერში ჩავიცვით და გარეთ აი რას უშველიდით, მაგრამ აი პირველი რეაქცია ტელევიზორთან რომ მივდიხარ, აი ეგ არის საშინელი შეგრძნებაა, რომ უნდა რაღაცა გააკეთო. ამ დროს ფიქრობ, რომ ეხა გაიქცე, სად გაიქცე, სად მიასწრებ თუ რაღაცა, აი ნუ წარმოუდგენელი ყველა სადღაც გავიქეცით მოკლედ იმ გამეს. სამწუხაროდ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მსჯელობ, რომ გახდა რაღაცა უსაფრთხო აღარ არის და მაკას ისტორია და მაგალითი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, არ შეიძლება სხვაგვარად. მაკა რა შეიცვალა იმ ფაქტის მერე, რაც მოხდა? აი ცოტა ისეთი კითხვა, ვიცი რომ არც არაფერი შეიცვლებოდა პირიქით, პროფესიული კუთხით მაინტერესებს რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან შინაურულად ვიტყვი რა, შეიძლება. ესენი ხო ვერ არიან. აი ესეთი ამბავი დაემართა და იქვე არ გაჩერდა. ანუ ხო შეიძლება რომ ცოტა დააპაუზოს რაღაცა არა, ვერ აპაუზო. რაღაცები არ მახსოვს იმ მომენტიდან, მე გამომძებელმა რომ ითხრა რომ შენი მომენტის მერე ჩართვა გქონდა
მეთქი არ მქონდა რა სიტყუება ეს კაცი და გადავახვია და ყურზე ხო ვიყავი, ანუ ტელეფონი არ გათიშულა და ჩავერთე თურმე ნოდარს და ანუ შოქში ვიყავი მაშინ და ხრიალი იმ კონკრეტულ მომენტში ცალკე ისტორია. ქიანად ასახავს მგონი მაგ ამბავს, იმიტომ რომ ეხაც ვერ ვისმენ ვერც ნოდარის ხრიალს, ვერც გიორგის ხმას, რომელსაც ურტყამდნენ. ხო, ძამძიმე იყო, მაგრამ მოდი დაბადების დღეზე არ გვინდა. პირველ რიგში მინდა რომ ბატოს მიულოცო და ყველა TV პირველს მინდა მიულოცო. ხო, წეგამ თქვი და დავასრულებ მაგას, რომ ვერ წარმოიდგენდა ალბათ, რომ ესეც საქვეყნო მნიშვნელობის ამბავს შობდა იმ დღეს 10 წლის წინ ტელევიზიას გულისხმობ, მაგრამ მგონი უხარია და არ წყის ეს შემთხვევა, როდესაც ბედნიერია იმით, რაც გააკეთა. ყველას ეკუთვნის ეს მილოცვა, იმ მძღოლსაც კი, რომელიც ჩვენი გუნდის ნაწილია, როდესაც ერთად ვართ და ძალიან გვეხმარება და ბევრი მძღოლია აქ ისეთი, რომელიც თავიდანვე მუშაობდა და არაუშავს თუ მერე შემოვარდა, იმიტომ რომ ჩვენი ნაწილები არიან. აი მძღოლიდან დაწყებული, რავი, ნოდარით დამთავრებული, იმიტომ რომ ნოდარი რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ეს სადაც ახლა ვარ. რამდენი ადამიანია, რომელიც კადრში არ ჩანს და რომ არა ისინი, ეხლა ჩვენ აქ არ ვიждებოდით ნამდვილად. კი, აი ზა რო ჩემი მემონტაჟი არის, რომელიც გაკეთებულიც არის ყველა ჩემი რეპორტაჟი იყო, ანონსი შაბათის, რომელსაც ელოდებიან პარასკევები და მეუბნებოდა რომ სად მიდიხარო, მე ვარო აქო პირველი დღიდანო და შენ რატო ხარ გადაცემაშია და ანუ ამათიდან 5 წელია მხოლოდ ჩემი, მაგრამ რაღაცნაირად მეც უკვე ძალიან აქაურობის ნაწილი გავხდი ასე მგონია და ამიტომ მინდა ყველას მიულოცო, მათ ვინც არ ჩანან რეალურად ეთერებში და შეიძლება ზოგ შემთხვევაში ჩვენზე მეც საქმეს აკეთებენ. რა თქმა უნდა. მე მესმის რომ არ გინდათ რაღაც ნეგატიურ ჭრილში გავაგზავნოთ, თუმცა მაინც აი ეს კითხვა რაც დავსვი, ცოტა ალბათ რიტორიკული იქნებოდა თუ არ ვიცი. ჟურნალისტებს ხასიათი გინდა ამოხსნა შენ ხო? არა, მაინც მინდა რაღაცნაირად გავიგო მაყურებელსაც უთხრათ რა შეიცვალა იმ დღის შემდეგ, რომელიც ვიცით ყველამ ძალიან კარგად. ხო, აი სიმართლე გითხრა, არაფერი არ შეცვლილა, იმიტომ რომ ერთი კვირა არ იყო გასული, ნოდარს რო უთხარი, რომ კაი გადაღებაზე ჯერ არ გავალ თქო, მაგრამ აი ანონს გავაკეთებ, მოვალ პარასკევს, დავჯდები ხوارცად არ გავალ და სამს აი ვერ გავჩერდი სახში, არ შემეძლო სახში გაჩერება. გიორგი, რომელიც ჩემზე მძიმედ იყო, ტვინი შერყევა ჩემზე მძიმე ფორმის ჰქონდა და ხელს ვერ ამუშავებდა, აი ეხა შემომაკითხა პალატაში რომ ვიწექით კლინიკაში, ეხლა მე რო წავიდეო რა უჭირს? არა, მე ვთხარი, დაბრუნდი, სადმო წახვიდე. ამბობს რომ ესენი ვერ არიან და განძალება მაგ ისტორიის. არა, ხო, ანუ ეგ არის ერთადერთი, ნუ სიფრთხილის მომენტი არის, არ მოვიტყუები, ოღონდ ჩემი თავის მიმართ არა, უფრო მეტად აი ოჯახის წევრების, ჩემი შვილის მიმართ. ეს არ არის შიში, უფრო სიფრთხილე. ხო, სიფრთხილე, აი უფრო მეტად ვურეკავ ხშირად ყოველდღე თან აქციებზე დადის, რა ეხა სად ხარ? სახლში მიხვედი, უნივერსიტეტში მიხვედი, აი ორწამიან ჩანართს გავაკეთებ, მაკას ყავს შესანიშნავი ორი გოგო და ასე სხვათა შორის ცოტა ის ვარ, სეგრეგაციას ვაკეთებ, ყველას ავტომატურად ვერ ვიყვარებ და ეს ორი გოგო რაღაცა ძალიან მოვიდა ჩემს გულთან, გიждები ორივეს და იმ ღამეს ავადმყოფოში რომ მივვარდით მალევე ყველაზე ემოციური ამბავი იყო, აი ცრემლები წამომივიდა, გოგო მოვიდა, ოღონდ არ იყო შეშინებული, ვერ იტყვი, აი ძალიან უფროსი გოგო მივიდა და ძალიან ეს თქვა ხლეთ და შემართებით და მე ვეფერებოდით რაღაც ცრემლი მომდიოდა და თვითონ ლამის იქეთ გვამშვიდებდა, მოკეთ ძალიან კარგი შვილები ყავს, მინდა გითხრა. ხო, შვილების ნაწილია და ოჯახის წევრების, რაზეც მე ნერვიულება იმ ამბის შემდეგ, სხვა არაფერი არ შეცვლა, რომ რეპორტაჟებსაც შეუძლია მაყურებელმა თვალი მიადევნოს იმის მერე, ანუ არც იმწვავე მოკლები, არც არაფერი საერთოდ და ასეც იქნება. სანამ მგონია რომ ეს ტელევიზია არსებობს იმ ფორმით, როგორცაც არსებობს ახლა, ეს ასე იქნება გარანტირებულია ეს უფლება ყოველთვის. თავარია უნდა ვიარსებოთ. მე მჯერა რომ კიდევ ბევრ დაბადების დღეს აღვნიშნავთ, იმიტომ რომ ეს თავისუფლების ტერიტორია ქვეყანაში თუ არ იქნა, საერთოდ თავისუფლების პაწეწინა წერტილებიც აღარ იარსებებს არსად, იმიტომ რომ ხო, მაშინ ყველამ უცებ დაინახა, როდესაც ჩვენ რაღაც საპროტესტო აქცია გქონდა და ესე გამოვხატეთ, ჩავაქრეთ ეკრანები ცოტა ხნით, უცებ მიხვდა მაყურებელი ჩემი აზრით, ნუ არ გულისხმობ იმათ, ვინც გვამონათებდა. რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში თუ ჩვენ არ ვიქნებით, ამიტომ ჩვენ დიდხანს უნდა ვიყოთ და მე ვფიქრობ, რომ მაყურებლისგან არის ეს დაკვეთა პირველ რიგში, იმდენად სასიამოვნოა, ნუ განსაკუთრებით ჩემი ამბის მერე, როდესაც ქუჩაში, ანუ მეტროთი მგზავრობ ხოლმე და ან მაღაზიაში შევდივარ ან სადმე, აი ეს ხალხი რომ ხდება და იმხელა სიყვარულს სითბოს გამოხატავენ, როგორც მე პირადად მართლა არ მეხება ეს მე რო ტევე პირველში არ ვმუშაობდი, ბუნებრივია, ამას ვერ მივიღებდი, ხო? ანუ იმდენად დიდია ეს ყურადღება, სითბო და სიყვარული, მე მგონია რომ არც გვაქვს უფლება რომ გავჩერდეთ და რაღაცეები, თქვა შევარბილოთ, გამორიცხულია ჯერ ერთი ეგ ამბავი. და მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ იმით, რომ აქ ვმუშაობ, ანუ მე ამაყება იმის თქმა, რომ ტევე პირველში ვმუშაობ, საერთოდ
ხო, რომ მეკითხებიან, ეგრევე ვამბობ, რომ თავებირველში მუშაობ, მიუხედავად იმისა, რომ მე მაკონკრეტებენ ის. აი ნოდარ მელაძის გადაცემა რო არის მაბარემენ რაღაცებს, ხო, ნოდარ მელაძე, მაგრამ ნუ პირველი ყოველთვის ვამბობ თავებირველში მუშაობ და ვფიქრობ, რომ ეს საამაყო ეს ნარინჯისფერი მიკროფონი ახლა. ხალხსაც რომ ხვდები ხოლმე ქუჩაში და მეკითხებიან, საერთოდ უცვის ნოდარი ფერებს, მაგრამ მიკროფონსაც ფერებს უცვლის, კი. ხო, და აი ტელე პიროზე რომ ჩამოვარდება ხოლმე ლაპარაკი, ხო, აი რაღაცნაირი ძალიან თბილი დამოკიდებულებით ვიღებ მე მათგან ემოციებს. ერთ რაღაცას ვიტყვი რა, შენ საი ამ ნათქვამს გავაგზავნებ, წეგან დიანას რომ კითხე. აიო, არიანო ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ხა ჩვენ ისინი კი არ ვართ ხრები. ესე არ გვესმოდეს და მარტო ერთი მიმართულებით მიგვდენიდეს, ხო? თუნდაც საზოგადოების იმ ნაწილის აზრი, რომელიც ჩვენი აქტიური მაყურებელია. ტევე პირველი როცა გავაკეთეთ, ყველასთვის ეს ტელევიზია იყო აი იდეალური სივრცე საკუთარი სათქმელის მისატანად პასუხი. ჩვენ ძალით გაგვრიყეს, ნიკა, ამის თქმა მინდა. ანუ ძალით გაგვრიყეს იქით ნაპირზე, მათგან მეორე მოპირდაპირე ნაპირზე. შემიძლია თამამად თქვა, მაშინ მე ვიყავი ток-შოუების ხელმძღვანელი და ანუ მე ვალებოდა კიდეც პასუხისმგებლობაც იყო გარდა ჟურნალისტური პასუხისმგებლობისა, რომ რაღაცნაირად იქნებდა მეყოლიებინა, საუბრობ ქვეყნის სათავეში მყოფ პოლიტიკურ ძალაზე, რომ ბოიკოტი არ გამოეცხადებინა ტელევიზიისთვის, რომ გადაცემებში სიარული არ შეეწყვიტათ, რომ ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა, რომ მხოლოდ ერთი მხარე ყოფილიყო ამ ტელევიზიის რესპონდენტთა გუნდი თუ ჯგუფი. ყველაფერი გავაკეთე, ჩემი ფეხით შეხვედრებზე დავდიოდი, ირაკლი კობახიძესთან პირადად მქონდა შეხვედრა, ვთხოვე, ველაპარაკე. მე ამას ვაკეთებდი როგორც ჟურნალისტი და როგორც პასუხისმგებელი ადამიანი, რომ მრავალფეროვნება ყოფილიყო და რომ არ ყოფილიყო თუნდაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური ძალის ხმა. და მათთვისაც დაგვესვა კითხვები, მაგრამ და რო შევხვდი მაშინ რაღაცნაირად თითქოს მოვილაპარაკე და 3 კვირა გაგრძელდა ამ მოლაპარაკების შედეგი, თითქოს დაიწყეს სიარული და 5 ივლისი წამოგვეწია. და მე წამოგვეწია 5 ივლისი. ეხლა მე მითხრას ვინმე, აი როცა არის იმაზე ლაპარაკი, რომ თქვენთან მარტო ის ისმე 5 ივლისის მერე რომელსაც შეეწირა ალექსო ლაშქარავა, რომელსაც მოყვა უზარმაზარი მსხვერპლი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური მედიის წარმომადგენლებისა, საერთოდ ჩაწყდა თუ არა. მაგის მე ვეღარ ვხედავდი, აი და რაზე უნდა მელაპარაკა ადამიანებთან, რომლებიც მოდი თვითონვე ჩაწყვიტეს. ხო და რატო? როგორ გაერინა ბართლომეს ღამე იყო ისა, რას მეუბნებდი? 5 ივლისის მერე ფიზიკურ განადგურებაზე გადავიდე და ვინმეს მართლა ხო არ გჯერათ, რომ ვიღაცა შავრაზმული დაჯგუფებების დაგეგმილი იყო ეგ ყველაფერი, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის და მაგ დროს ჩაწყდა. არ დადიან, არ მოდიან, თორე ეხლაც წავიყვანდი, იცი რამდენი კითხვა მაქვს, მაკა და მაგათი გუნდი, შაბათის ეთერის გუნდი, რომელიც მე არ ვიცი რა ძალა ამოძრავებთ, რა მართლა გულწრფელად ვამბობ. წარმოუდგენელია, მე არ ვიცი, საერთოდ ავწევდი თუ არა იმას, რასაც ესე იმიტომ რომ დახვდი, ჩაუსაფრდე უნდა, რომ პასუხი მიიღო, რომ პასუხი მოიპოვო ეს ყველაფერი თუ ვინმეს გონია რომ არის ადვილი, აი ძალით გაგვრიყეს რა. ანუ ტიპებს უნდა ჩაუსაფრდე, რომ ერთ კითხვაზე მაინც მიიღო პასუხი. თორემ ვინმე მარიფიქროს, რომ აქ ტევე პირველს ქონდა ესეთი გადაწყვეტილება, რომ აი აქ არის მოდეს ოცნების ხმა, არა, ძალით გაგვრიყეს, იმიტომ რომ გამოვეცხადებინეთ მტრებად, იმიტომ რომ გამოვეცხადებინეთ რაღაცნაირად, აი უსამშობლოები ქვეყნის მოღალატე. იმიტომ რომ აკა ჩიხვაძეს ვერ სცემენ შეკითხვებზე პასუხს. იმიტომ რომ არაკული საარაკო სიმდიდრე შეიძინეს, რასაც ამათ რეპორტაჟებში ვხედავთ. იმიტომ რომ ცალცალი კალოშით მართლა ხელისუფლებაში მოსული ხალხი
დღეს ცხვირს ესე რომ აბზუებს და რაღაც არ ვიცი მე ლამის სასახლეებიდან რომ გადმოყურებს საკუთარ მოსახლეობას. აი ჩვენი განახტილი ხელფასი. ამიტომ და ასე რომ ვერ ვიღებ ხოლმე რა ვინმე რო გვეტყვის რომ თქვენთან მარტო ოპოზიციის ხმა ისმის ბოდიში და კიდევ ერთი რა, როდესაც ტელევიზიას ესხმი თავს როდესაც მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული, აი სიკვდილს გადარჩენილები უცებ მერე აღმოჩნდებიან ხოლმე შენი თავდასხმის ობიექტი, ან ნებისმიერი ჩვენი სხვა ჟურნალისტი, ხო? ვინც მართლა სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობს აქ და მერე უცებ შენ ისმენ პრეტენზიას, რომ აი რაღაცა ისე კი არა, ესე უნდა გაგეშუქებინათ, მე შოკში ვარდები, რაღაც სტანდარტების დაცვას რო ითხოვენ დღეს, როცა ადამიანების სიცოცხლე ხშირ შემთხვევაში დგას რისკის უკვე იქცა ფიზიკური საფრთხის შემცველ პროფესიად და ეს მაგალითი მე ძალიან მიხარია რომ აკას საქმე გამოძიებულია და ყველა დაკავებული არის ეგ ქვეყანაში ვცხოვრობ რომ მეცინება იმაზე რომ საქმე არ გამოუძიებია და სხვათა შორის აი რაღაცნაირად კი ვამბობ რომ ამ ბოლო დროს პესიმიზმით ავიმეგობრე იმიტომ რომ ასე უფრო ადვილია იმიტომ რომ ოპტიმისტურად რომ უყურებ უფრო დიდი იმედგაცრუება გაქვს მაგრამ აი მაკა იმ საღამოს რაღაცნაირად მომეჩვენა რომ მართლა ყველა შოკში ჩავარდა და თავადაც ისეთი კომენტარები ჰქონდათ რომ სადღაც დავიჯერე და ეს ოპტიმიზმი მქონდა რომ აი ამას მაინც სამაგალითოდ რაღაცნაირად მაინც გამოიძიებენ და ეხლა ეთერამდე ვკითხულობდით რომ ხომ არ არის რამე წინსვლაო და ნუ არანაირი რაღაც ტომები გამოატანეს და იმ ტომებში არაფერი არ არის და უფრო ოპტიმისტია ხო და ამ დროს აღარ ვარ მაგრამ რა ვიცი აი მინდა დავიჯერო აი რაღაცნაირად ანუ ერთი წამით არ მეპარებოდა არც მაშინ ეჭვი და არც ახლა რომ ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირში წამსვები თქვი არც მე არ მეპარებოდა მაგრამ რაღაცნაირად ხანდახან შენი შვილიც უნდა დასაჯო სამაგალითოდ ის იმ დონის შემთხვევა იყო ეს არ იყო ხომ არ უხნიათ ამ ადამიანებს იყენებენ ბევრ სხვა საქმეში ის იყო ერთ-ერთი იმ დღეს რაც მოხდა ხო და ერთს ხომ ვერ დააკავდნენ 30 კაცი იყო ანუ ერთმანეთისთვის უნდა დაედოთ ხელი ხო ყველას და არისობდნენ ამის ჩვენ დაგვდეს ბრალი რომ რაღაც ჩვენვე მოვაწყეთ ეს პროვოკაცია და თამაშეთ მე და შეწიკამ ხო არ ვიცი მე ვთქვი მაშინ მახსოვს კომენტარი გავაკეთე საავადმყოფოსთან და ბოლოს მეთქი ისე ნუ გამოვა რომ თავი ვიცემეთ თქო და აქამდეც არ მივიდა სადღაც უნდა მისულიყო ხო ხედავთ როგორი კამპანია აქვს აი გურამს მაგალითად გადაწყვიტეს ახლა ამდენი ხნის შემდეგ დააბრალონ რომ შენ შეაგინეს სპეცრაზმელს რაც აბსურდია და ამიტომო ჩემი კადრები რომ არ არსებობდეს და შემთხვევით იყო ეს რომ ლაივში იყო იმ დროს რა თქმა უნდა ანუ ვის დააჯერებდი რომ ეს აი ეხლა არ ჯერათ და პუბლიკას ჟურნალისტი ქეშელაშვილი სასამართლო პროცესზე გაიკეთა ის აღჭურვილობა რაც ეკეთა აი ხორთუმივით რომ არის და თქვა ელაპარაკებოდა მოსამართლეს და აი თქვენ ახლა გესმით რომ რას ლაპარაკობთ შეუძლებელი იყო და იმ მოწყობილობის ქვეშ აბრალებენ რომ პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა და მართლა მაკა საკუთარ ისტორიაზე არის სულვა ბევრი ლაპარაკი დაბადების დღეაო და მინდა რაღაცნაირად ისევ აქ ჩამ დაბადების დღესთან მოვიდე და დაბადების დღეს მოვიდე და პირველის პასუხისგებლობებზეც ვილაპარაკოთ ესე შევაჯამოთ იმიტომ რომ ბოლოსკენ მივდივართ ძალიან სხვათა შორის ნახეთ რა მჭირს ეს არ ვიცი ჩემი ოპტიმისტური ნაწილია თუ პესიმისტური დიქტატურა ავტორიტარიზმი დიქტატურა ეს რომ მესმის სულ რას ვფიქრობ იცი რომ მართვის სტილით ერთპიროვნული ყველაფრის ერთხელში მოქცევა ეს რა თქმა ამის დაუნახაობა შეუძლებელი მაგრამ სულ ვფიქრობ რომ სანამ კრიტიკული მედია არსებობს სანამ ჩვენი ხმა ისმის აი სულ მაგ ეს განცდა რომ არაფერი დამთავრებული არ არის და რაღაცა მაინც იმედიანად ვარ. შეიძლება უცებ ერთ დღეში არაფერი აღარ იყოს, მაგრამ სანამ ვართ, ასე მგონია რომ რაღაცა ქვეყნის და სახელმწიფოს რაღაც საფუძვლები მაინც არსებობს და მარტო კრიტიკული მედია მიჩეს სიმართლე გითხრათ, რომელიც შეიძლება ხანდახან რაღაცა მეც არ მომწონს მაყურებელსაც კრიტიკაც შეიძლება, ქებაც შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ ფიზიკურად ვანთი ვართ, ხმა ისმის, პრობლემა ამის იდენტიფიცირებას ვაკეთებთ, მოკეთ სანამ ვართ
ქვეყანაც არის. ეს განცდა მაქვს სულ და მიხარია და ასევე მინდა არ ვიცი მე მომეცემა თუ არა შესაძლებლობა სულ ვამბობ ყველა დაბადების დღეზე რომ აი პირველი დღიდან ბოლო დღემდე ვისაც რაღაცა ერთი აგური მაინც დაუდია ამ ტელევიზიისთვის ჩემი პროდიუსერები პირველი დღიდან დღემდე ჩვენი ოპერატორები პირველი დღიდან დღემდე წამყვანები არ ვიცი ყველა ვისაც რაღაც ეტაპზე თავისი დიდი ან პატარა შეუმატები ამ ტელევიზიისთვის ყველას მინდა მივესალმო და მადლობა უთხრა და მიულოცო. ინგა. მე მინდა მაყურებელს გადაუხადო მადლობა რომელმაც მოგვიყვანა აქამდე. და მინდა ყველა იმ ადამიანს გადაუხადო მადლობა რომელიც არ აძლევს ოლიგარქს იმის საშუალებას რომ გასრისოს ეს ტელევიზია. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რეკლამას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ფინანსური თვალსაზრისით ამ ტელევიზიისთვის. პირდაპირ მინდა ეს თქვა, რადგან ბევრი დრო არ გვაქვს რა. სათითაო მადლობა მინდა ეხლა ამ ეთერიდან გითხრათ ყველას, ვინც თქვენი აი ამ ფინანსური დახმარებას დავარქმევ რა, დახმარებას დავარქმევ პირდაპირ, აძლიერებთ, აცოცხლებთ, ეხმარებით აი ამ მომაკვდავ მდგომარეობაში რო უნდა ოლიგარქს რომ ყავდეს აი იმ ტელევიზიას უდიდეს საქმეს აკეთებთ იცოდეთ რომ აი ამ ფინანსური დახმარებით ტელევიზიის მიმართ თქვენ ეხმარებით ამ ქვეყანას რომ არ გაქრეს საერთოდ კრიტიკული აზრი არ გაქრეს თავისუფალი სიტყვა ისი მცდელობა კი არა და პირდაპირ გაფორმება მიდის ახლა კანონზე იღებენ ცოტა ხანში ჟურნალისტებს საერთოდ არაფრის უფლება აღარ ექნებათ სიტყვის ამოღების უფლება არ ექნებათ ამიტომ მე მინდა გითხრათ ახლა თქვენ ყველას ძალიან დიდი მადლობა ყველა მიცით ვისაც ეკუთვნის ვისაც ამ ტელევიზიისთვის ფინანსური თანადგომა აღმოუჩენია ხანდახან შეიძლება რეკლამა არ გჭირდებოდეს მაგრამ საგანგებოდ მიიტანო იმიტომ რომ არ გაქრეს და იყოს აი ის გამოძიება რის გამოც მაგალითად მაკა და გიორგი კინაღამ მოკლეს იმიტომ რომ იყოს ის გადაცემები რომელიც გადის მე მინდა ეხლა თქვენ გითხრათ მადლობა პირველად ვამბობ ამას პირდაპირ ეთერში კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი არსებობა და მიიღეთ პირადად ჩემგან და ამ ტელევიზიისგან ძალიან დიდი მადლობა სხვათა შორის ძალიან მადლიერი ვარ თქვენი და მე არ მხვდებიან ეს ადამიანები უბრალოდ არსად, მაგრამ თუ სადმე შემხვდება რომელიმე, ან როცა შემხვდებიან ხოლმე ყოფილა ეგეთი შემთხვევებიც, ყოველთვის ვცდილობ რომ უთხრა მათ მადლობა და მადლობა ხალხო. მადლობა ინგა, მადლობა. ჩვენს და ვუერთდებით კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ინგას მადლობას და მადლობა მაყურებელს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ყოჩაღ ინგა და გავაგრძელებ ორი სიტყვით რომ მაყურებელი რომ არა, რა თქმა უნდა. Tavatos მიულოცავ დაბადების დღეს. ბოლოს. ხო, მაყურებელია მთავარი და მე ასე ვხედავ რა გავაკეთეთ ამ წელიწადში ტელევიზიამ, ამის პასუხს ვპოულობ ხოლმე ინბოქსში, ჩემთან, ნოდარ მელაძის შაბათის ინბოქსში, სადაც მართლა ვერ წარმოგიდგენიათ რეებზე ვწერენ ხოლმე, მართლა სატელევიზიო ამბავი რომ არ არის, მაგრამ იცით რას ვგრძნობ ამით, რომ ჩვენი იმედი აქვთ, ანუ ყველაფერში უნდათ რომ ჩვენ დავეხმაროთ. ეს იცით რა სასიამოვნო განცდა. დამცინიან ხოლმე აქ სამშაბათობით ვიდრე გადაცემის დაგეგმვას ვიწყებთ, ადამიანებს ვიბარებთ ხოლმე ზოგს უნდა რომ პირადად შეხვდეს და იქ არ მოგწეროს და მოქალაქეთა მიღების საათები შემოსასვლელში არის ჩამომჯდარი და საათობით ლაპარაკობს. ანუ ჩვენი udroობის პირობებში არ არის მარტივი რომ ამისთვისაც დრო გამონახო, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნოა, როდესაც ყველა ამბისგან თემა არ გამოდის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთ პირად ამბავს გიზიარებენ და იმაშიც კი შენი დახმარება უნდა, იმიტომ რომ ნდობა აქვს ძალიან მაღალი. ხო, ეს არის ჩემი აზრით მთავარი მიღწევა, რაც ამ 10 წელიწადში შეიძლება მივიჩნიოთ და ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, არ ვიცი, ხო, მაყურებლისთვის მუშაობს და კი ბატონო. ამიტომ მგონია რომ ეს 10 წელი შედგა, როგორც ინგამ თქვა და გავიზარდეთ. იცით რა მწირი რესურსით კეთდება, ალბათ იცის ეს მაყურებელმა, რასაც მაყურებელი ვერ გრძნობს, იმიტომ რომ საეთეროში დგას ნოდარ მელაძე და
ანუ 24 საათს განმავლობაში მუშაობს, განსაკუთრებით როცა ესეთი მძიმე პერიოდებია, ხომ და ამას მაყურებელი ვეგზნობს, რომ ერთი ადამიანი შეიძლება არ იძინებდეს და საეთეროში რომ არიან ადამიანები 24 საათი მუშაობენ პულტთან და ოპერატორები ეხლა წირო დგანან 20 არ მთავდება დღეები გადის ღამეები ერთხელ ეთერი მიმყავდა რაღაც ხდებოდა არა ნოდარს მიყავდა მე რაღაც 3 საათზე ღამე შევენაცვლე და ჩემ პროდიუსერს წერ თქვენი იწყებოდა დილა და აღარ იწყებიან ისტერიკაში ამას ვერ გრძნობს და ამიტომ გამოვყავი ის ხალხი ვინც ფინანსურად ეხმარება ტელევიზიას დიდი მადლობა რაც რამდენიც არ უნდა გვებრძოლონ ანუ მე მგონია რომ ჩვენთან ბრძოლა შედეგი მაინც არ მოყვება იმიტომ რომ ეს შენობა ვიდრე ამ ფორმით იარსებებდა მახსოვს ბეტონის კედელი იყო და ნოდარი დადგა და აქ იქნება ტელევიზია იქიდან გაგვეყვანინა პირველად შაბათი მაშინ რაღაც გააკრა კედელზე და აქედან გავა შაბათით და ტv პირველი ახალი და ეს მან შეძლო ამიტომ აი რაც არ უნდა გვიქნან მე მგონია რომ ბეტონის კედელი სადღაც ყველგან იქნება და გავაკეთოთ ძალიან დიდი მადლობა ხომ არ გვენახათ ანუ გვენახა ერთად მოვა წყოცეა უღრმესი მადლობა მადლობა ნახოთ რეკლამა და დავბრუნდებით მალე ნუ საიდან დავიწყოთ არ ვიცი ჯერ პირველ რიგში რომ ეს თემა ჩვენთვის და ყველას ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან უყვარს და მე ვიქნები სუბიექტური და პირდაპირ ვიტყვი რომ სოფია ბზეკალავა ისე მიყვარს რომ რა ვიცი და მე რაღაცნაირად აი ხوارი რომ გჯერა აი ესე მორჩა და გათავდა. მოგესალმებით. მე მგონი საინფორმაციო გამოშვება პირველები ამოვაგდოთ თუ შეიძლება და სოფიასთან გავაუწყოთ დიდხანს საუბარი რა თქმა უნდა. ხუმრობ გამარჯობა. გამარჯობათ. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელსაც მე ვესალმები. და რაღაცნაირად მადლობა პირველ რიგში. ტურბულენტურ მარტში მოგვიწია შენთან ერთად ესე პირდაპირ ეთერში. ძალიან გარდამტეხია ზოგადად. ძალიან გარდამტეხია. ამ წლის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თვითონ ეს წელიწადია კარდინალურად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი და ალბათ ყველა ვამჩნევთ ამ ყველაფერს. მინიმუმ ენერგეტიკულად გრძნობთ ჩვენს გარშემო ხვდებით რომ ყველაფერი რაღაც აი ესე პროცესი არის შეიძლება ითქვას და ვიღაცას ძალიან რთულად გადააქვს ახლა ეს ყველაფერი მასობრივად ვიტყოდი ესე რომ ემოციური ფონი არის ცოტა რთული სამყაროში არის ახლა ეზოთერულად ქვია ამას ემოციური ზამთარი ხო, ეს პერიოდია და ყველა ადამიანს ურჩევდი, ვინც გვიყურებს ახლა რომ თუ გგონიათ რომ სადღაც ნისში დაიკარგეთ, მიდიხართ და გზას ვერ ხედავთ და ძალიან ბევრი ადამიანი ახლა სამწუხაროდ ესე იცოდეთ რომ თქვენ მოძრაობ პროცესში ხართ რა არ გაჩერდეთ უბრალოდ იმიტომ რომ ეს პერიოდი ხარ რა პერიოდშიც ვართ ეს მოსალოდნელი იყო უკვე საახალწლო პროგნოზებშიც პრინციპში ვამბობდი მე და ამიტომ ეს არის წელი შიშების დამარცხების შიში რომ დაამარცხო მაშინ და გაიარო პირველ რიგში და ძალიან არ მარცხდება თავისი დარსად არ მიდის ამიტომ ესე ვთქვათ სანამ გადავალ უშუალოდ მარტის პროგნოზე და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით მივყვები გეტყვით ეს რამეს რომ გააგრძელეთ სვა არ გაჩერდეთ არ ჩაქრეთ რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ეხა აქ პერიოდი კრებია ეს ჩაქრობა აი რა ხო და ეგ მაინტერესებდა ზუსტად აი რა შეიძლება რომ მივახმაროთ იმ პროცესს რომ არ ჩავქრეთ იმიტომ რომ რთულია ძალიან ამ ყოველდღე რა თქმა უნდა რა თქმა ურთულესია ძალიან რთულია პირველ რიგში ეს არის უნდა გავეცნობიეროთ რომ საკუთარ თავს დიდი საყრდენი არავის არ ყავს ძალიან ბევრი ადამიანს სამწუხაროდ გენეტიკურად აქვს ეს ეგრეთ წოდებული კოდი გენეტიკურად გადმოგვეცემა არ გვაქვს ემოციური ხერხემალი ემოციური ხერხემალი ისევე საჭიროა როგორც ჩვეულებრივი ხერხემალი რომელიც რა თქმა უნდა იკავებს ჩვენს სხეულს ხომ ხერხემლის გარეშე ხო ჩვენ ფიზიკურად ვერ მოძრავთ და არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ემოციური ხერხემალი რომლის ესე ვთქვათ სტრუქტურას ჩვენ გენეტიკურად გადმოგვეცემა თაობიდან თაობას და თუ კი სადმე შიშმა აგრესიამ უიმედობამ გამოაცალა ჩვენ წინაპრებს ეს ხერხემალი და ძალიან მძაფრად დაიმახსოვრეს ახლა მიდის ყოველფრის აქტივაცია ანუ ეს წელი ზუსტად ის არის რომ ჩვენ ვხედავთ სად არის ჩვენი სუსტი რგოლები
გენეტიკურათაც კი რაც არის. ხერხემლის აღდგენა შეიძლება და გადაწერა შეგვიძლია სცენარის და რაღაცა ჩაფერფლილი. რეალობა ახლა როგორი არის იცით, აი ტოტალური შიში და უიმედობა თითქოს ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. ქაოსია, ბევრთან უბრალოდ ქაოსია. ახლა ყველას ინდივიდუალურად მიდის, იმიტომ რომ სამყაროს ახლა ყველას ინდივიდუალური გაქვს ამეთანხმებით. თუმცა მარტი იქნება გამოღვიძების თვე. ძალიან მნიშვნელოვანი გამოღვიძების თვე, იმიტომ რომ ამ თვეში იმდენი ასტროლოგიური მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ესეთი ინგრესიები როცა არის, ესეთი მოვლენები ხო, რომელებზე ვილაპარაკო ხოლმე, როცა პროგნოზს ვაკეთებ, მიჭირს ხან და ხან, იმიტომ რომ ხან არის რომ ბევრი არაფერი ხდება, მოხდით, აი ხა ძალიან ბევრი შუქნიშნებია გასავლელი, საგზაო, ესე ვთქვათ, მოძრაობის კუთხით თუ შევხედავთ პლანეტარულ განლაგებებს და ამიტომ ყველა ცხოვრებაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი იცვლებები, ბევრთან იქნება შემოbrunების წერტილი, უამრავ ადამიანთან იქნება, თუმცა ვიტყოდი რომ მხოლოდ მარტი არ იქნება ესეთი თვე, მერე წინ კიდე ჩვენ გველოდება აპრილი მეორე ნახევარი, ივნისიც ცოტა იქეთ შემოდგომას, ანუ რა თქმა უნდა, თავმდაბლად უნდა მიყოთ, ჯერ მარტი გვაქვს წინ. დღეს 2 მარტია და დღეს დაიწყო ვენერას რეტროგრადული ფაზა. ეს რო აგეხსნათ თქვენთვის გასაგებ ენაზე, ნიშნავს იმას, რომ თვე ნახევარი 2 თვის მანძილზე ჩვენ გვეძლევა საშუალება უკან მომავალში რა, მარტი არის უკან მომავალში, ასეთი პრინციპით იმოქმედებს, ანუ იმისთვის რომ მომავალი იყოს ბედნიერი და ჰარმონიული, უკან უნდა დაუბრუნდეთ მომავალში და გავაცნობიეროთ, გავასწოროთ, მოვინანიოთ, შეცდომები ვაღიაროთ, რომ გადაიწეროს რა ეს ვთქვათ არასწორი ხედვები ჩვენი სცენარები. რაც ყველაზე კარგი არის ახლა აქედან მოყოლებული, განსაკუთრებით ქალბატონების გასაგონად ვიტყოდი და საერთოდაც ურთიერთობების კუთხით, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება სცენარის გადაწერის საშუალება. ვისაც არ ახასიათებს ესეთი აპელაციო სიჯუტე, რომ არ მაინტერესებს მე მართალი ვარ და ძალიან ბევრ ადამიანს ექნება ახლა სინანულიც, გადახედვის სურვილიც ურთიერთობებში და მოგიწოდებთ კიდეც რომ გამოიყენოთ ეს. გამოიყენოთ, იმიტომ რომ ეს პერიოდი ძალიან კარგია კიდევ ერთხელ გადახედოთ ურთიერთობებს, რაღაც დააკორექტიროთ, გამოასწოროთ, უთხრება საერთოდ რომ რეტროგრადული ვენერას პერიოდში ყოფილების დაბრუნების პერიოდს ეძახით. მეც ესე ვარ ხოლმე შესავით, რომ მე საერთოდ თვლი რომ ცხენი თუ მოკვდა, მყარი ცხენი აღარ გაცოცხლდება, ესე ვფიქრობ და ჩემი პოზიციაც ეგ არის, მაგრამ ადამიანები იცვლებიან, თვითონ როცა მოინდომებენ, ხომ გესმით, ძალით ვერავინ არ შეცვლის ვერავის და ახლა ესეთი პერიოდია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ემოციურად აცნობიერებს, ბევრი გადაფასებები ხდება. ამიტომ თუ ვინმე ცდილობს თქვენ ცხოვრებაში დაბრუნებას, იქნება აქვს შანსის მიცემას აზრი. ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურ დონეზე, აუცილებლად ვიტყვი კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნებს შეეხება, იცოდეთ, რამოდენიმე ნიშანია, ვისაც ყველაზე მეტად შეეხება, ესენი არიან ვერძები, ესენი არიან ვერძი, თევზები. ასევე კუროს და სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანები, მათ ყველაზე მეტად შეეხება. თუმცა ასევე შეეხებათ მშვილდოსნებს და მორიელებსაც ეს თემა, ახლა რაც გითხარით, თუმცა მე თავმოყრობით მივყვები ზოდიაქოს ნიშნებსაც და ასევე რამდენიმე თარიღს გამოყოფ მარტში, რომელიც უნდა მოვინიშნოთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მარტში ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული დაბნელებების კორიდორი და ზუსტად ეს არის ყველაზე მთავარი, რაც მარტის თვეს მოაქვს და დაბნელების კორიდორი ნიშნავს იმას, რომ 14 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით აი ესეთი კორიდორი იხსნება, 14-ში გაიხსნება, პლუს მინუს 2-3 დღით ადრე გვიან ემოციური ფონი ძალიან მომიმატებს და ვიგრძნობთ ალბათ ყველანი ჩვენ ამას, რაც ამ პერიოდში ხდება, არ არის შემთხვევითი. აქ ყველაფერი აი ეს ბერმუდის სამკუთხედებით არის მოხდეთ, ამიტომ დააკორიდით, არ წამოიწყოთ კონფლიქტები, შეეცადეთ მაქსიმალურად დახუროთ ეს კონფლიქტები რამდენიც შესაძლებელია, იმიტომ რომ ყველაფერი ის რაც 14 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით აქტივირდება, თქვა აქტივაცია დაიწყება თქვენ ცხოვრებაში. მათ შორის ურთიერთობებიც, ახალი ნაცნობობაც, პროექტებიც, ხო? ეს არ არის 1 და 2 წლიანი პერიოდი, ეს არის 9 წლიანი და 18 წლიანი ციკლის დასაწყისი. რა თქმა უნდა, რასაც ახლა ჩაუდებთ საფუძველს, იმიტომ რომ ამ პერიოდში ლუპასავით არის სამყარო, აი გააბევრებს, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ეს პერიოდი იქნება დუღილის ტემპერატურის პიკი. თუ კი რამე დაგროვდა, ყველაფერს ამოანათებს ეს დაბნელების კორიდორი, იმიტომ ცოტა ეშინიათ ხოლმე დეფინიცია ხო გასმით დაბნელება ეშინი ძალიან ეშინიათ ხოლმე რას ნიშნავს. მართლაც არის რომ ფსიქოლოგიურად აი თვალ დამიბნელდა გონება რომ ამბობენ ხო იცით აი ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში გააჩნია რა დაგროვდა რა ბოლო პერიოდების მანძილზე დუღილის ტემპერატურა თავის ლოგიკურ ესე ვთქვათ წერტილს მიაღწევს და ვიღაცისთვის ალბათ ეს კარგიც არის მინდა გითხრათ. რა თქმა უნდა თუ ეს არ მოხდება აგრესიით, კონფლიქტებით, იმიტომ რომ სადღაც
როდესაც ვიღაცას იქნება დამასრულებელი წერტილი, ვიღაცასთან პირიქით ახალი სტარტი და აი მე თუ ამოვხეთქე ვეზუივით მე რენახე. არ გისჭირ. ეს არის 14 მარტს დაიწყება. 14 მარტს იქნება დავნელება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენ არასწორ წმენა წარმოდგენებს და ცოტა მერკანტილურ დამოკიდებულებებს და ეგრეთ წოდებულ განსჯას, ვის განსჯით, რატომ განსჯით, იქნებ ჩვენს გვაქვს რაღაც მინუსები. ჩაგვახედებს სამყარო თითქოს არკეში და 29 მარტს, როდესაც ეს იქნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, მეორე წერტილი უკვე დააბნელების, იქ ძალიან ბევრი თემები დაიხურება. ეხლა რა თქმა უნდა 29 გაწყვეტინა პროცესი ეს უკვე ხო ფინალია ამ ორკვირიანი კორიდორი იხურება, კი, დაიხურება გაზაფხულის კორიდორი, კი, მომზადებული იყო ფინალი, კი, რა თქმა უნდა. და ძალიან ბევრი ადამიანს 29 მარტის დააბნელება დაუხურავს იმ ცხოვრებისაულ რაღაც მნიშვნელოვან პერიპეტიებს და სირთულეებს ზოგიერთ შემთხვევაში, რაც დაიწყო 2023 წლის გაზაფხულზე. განსაკუთრებით ეს ეხება კარდინალურ ნიშნებს, ეს არის ვერძის სასწორი, კირჩხიბი და თხისრქა. მათთან ძალიან ბევრთან იქნება ფინალიზაცია, გადაწყვეტილების მიღება, გათავისუფლება, ესე ვთქვათ, სეპარაცია ძალიან კარგი იქნება მას. სოფია, რომ მოვასწროთ დროის. რა თქმა უნდა, ყველაზე უნდა დავიწყოთ. კი, რა თქმა უნდა, დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ვერძი და პრინციპში გითხარით, რომ 29 მარტის დააბნელების წერტილი ზუსტად ვერძის ნიშნის ადამიანებს ეხებათ. მე ვიტყოდი, რომ მე თვითონ ვერძი ვარ, ჩემს თანამეზოდიაქოვებს ჰქონდათ დაახლოებით 18 თვიანი პერიოდი, ცოტა უფრო მეტიც, ბოლო პერიოდი, საკმაოდ დიდი ტრანსფორმაციის ზონაში არიან ამ ეტაპზე ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანები და მათ ცხოვრებაში იხურება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ზუსტად 2023 წლის გაზაფხულზე, რაც დაიწყო. გააჩნია რა დაიწყო მათ ცხოვრებაში. იმიტომ რომ რეტროგრადული ვენი რაც ახლა ვერძის ნიშანში მიდის უკან ფაზაში ბრუნდება, ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული. რისი საშუალება აქვს, ნახეთ, მარტში გადახედოს და გაანალიზოს. საკუთარი ყოველდღიური ცხოვრება, წეს ყოველდღიური ჩვევები, იმიტომ რომ ადამიანი მისი ჩვევები ცხოვრების წესია, ბევრი ადამიანი, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, დადგება ან ფაქტის წინაშე, რომ უნდა შეცვალოს ყოველდღიური ცხოვრების წესი, იმიტომ რომ ეს პირდაპირ შეუწყამდეს მის ჯანმრთელობას, მენტალურს, განსაკუთრებით და ფიზიკურს, იმიტომ რომ ბევრთან ვერძის ნიშნით დაბადებულთან ჯანმრთელობის თემებს შეეხება. თუმცა თუ თქვენ შეცვლით თქვენი ცხოვრების წესს, ასე ურჩევდი ვერძის ნიშნით დაბადებულებს და შეცვლით სამყაროს მიმართ ემოციურ დამოკიდებულებებს, თქვენ რეალური შანსი გაქვთ განკურნების, ანუ კარგად ყოფნა შეგიძლიათ სხვა პერიოდს დაიწყოთ. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სტატუსზე. ეს არის პირადი ცხოვრებაც და პროფესიული სარბიერიც. უბრალოდ მე რასაც გირჩევდით, აპრილის შუა პერიოდამდე არ იჩქაროთ, კორექტირება გჭირდებათ. შესაძლოა თქვენ ცხოვრებაში დააბრუნდეს შემოთავაზებები ან ურთიერთობები, რომელიც წარსულში ძალიან გინდოდათ და სასურველი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება მიხვდეთ, რომ თქვენ ის აღარ გჭირდებათ, თქვენთვის ეს გაკვეთილი იყო და დაასრულოთ შეიძლება. თუმცა შესაძლოა პირიქით, სხვანაირად შეხვიდეთ შეიძლება ამ ყველაფერში, ამ ურთიერთობებში, მათ შორის პროფესიულსაც ეხება, ამიტომ კარგად გადახედეთ, ოღონდ აპრილის შუა რიცხვებამდე 17-20 რიცხვის ჩათვლით მე არ გირჩევთ კონკრეტული გადაწყვეტილებების, ანუ გავაფორმოთ, ესე ვთქვათ, მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს არის დრო და მიცეთ თქვენს თავს. მართლა გინდა თუ არა ეს, კარგად უნდა დააკვირდეთ, დაწონოთ და აპრილის მეორე ნახევრიდან ზუსტად გეცოდინებათ, საით მიდიხართ. ამიტომ საკმაოდ ეფექტური პერიოდია ვერძის ნიშნით დაბადებულებს და მათ ემატებათ ენერგია. ასე, იმიტომ რომ მათი მმართველი პლანეტა მარსი გასწორდა და სითამამე, საკუთარი თავის წმენა, ეს უკვე მარტის მეორე ნახევრით. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, იმიტომ რომ ვენერა კუროს უშუალო მმართველია, დღეიდან ის რეტროგრადულ ფაზაში მიდის, კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებსაც ურჩევდი, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. არ იჩქაროთ, აი როგორი პერიოდი აქვს, ვიცი, კუროს ნიშნით დაბადებულებს, ბევრთან იქნება სიტუაცია, რომ თვალები რომ აგიხვიონ და ხელში დამბაჩა მოგცემთ, ხო, ეს უმისამართოთ რომ ისური გაბრაზებულზე. ეგეთი პერიოდი შეიძლება გქონდეთ, ხელში ამომივიდა, უნდა სასტრაფოდ რაღაც შევცვალო, არ იჩქაროთ, ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, იმიტომ რომ შეიძლება თავის დააზიანოთ და გარშემოყოფების დააზიანოთ. თუ შეიძლება ეს იყოს ლაპარაკი, პრეტენზიები, რაღაც ხიდების გადაწვის, სურვილი, განსაკუთრებით ურთიერთობებს ეხება ისევ და ისევ ვიტყოდი, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ
სხვადასხვა მიზეზით უკან დაბრუნება, ასევე უკან მომავალში. შეიძლება ეს იყოს მაგალითად ახალი პერსპექტივები სამსახურთან დაკავშირებით, ფინანსურ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ გადახტებით ესე დიდ ნახტომზე გახვალთ, უკან დაკაჩავენ აუცილებლად, რომ რაღაც დაგრჩათ წარსულში, დასასრულებელი, გასარკვევი. შეიძლება შიშიც იყოს. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ესეთი პრინციპი, რომ ემოციურად არ გაზრდილ ხართ ამ ხელაპასუხისმგებლობებისთვის, ამიტომ შეიძლება ძალიან თამამად დაიწყოთ, მაგრამ მერე შეგეშდეთ, ისევ შეიძლება წარსულში დაბრუნდეთ, ამ თქვენ შიშებს თავს გაუსწორებთ და მერე უკვე მზად იქნებით აპრილიდან მოყოლებული უკვე ესეთი დიდი პერსპექტივები, სხვა შორის კურორტთან ძირითადად შეეხება მაინც ყველაფერი კარიერას, ახალ წამოწყებებს, ძველი ნაჭუჭიდან გამოსვლას, კომფორტის ზონიდან გამოსვლას, იმიტომ რომ ერთის პრობლემა ძალიან უნდათ, უკვე ყელში აქვს ამოსული რაღაც აუთსაიდერის როლში ყოფნა, ბევრს მოუწია, ბოლო პერიოდების მანძილზე ყოფილიყო ან აუთსაიდერი, ან ვერ ტოვებდნენ კომფორტის ზონას. აი ხა დადგა პერიოდი, რომ უკვე აი როგორ გინდათ იცი, ოღონდ რამე შეიცვალოს, ეგეთი პრინციპი აქვს. კურორტებს ეს იქნება აუცილებლად თქვენ შემთხვევაში, თუმცა მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი თავი მაქსიმალურად დააფასოთ და არ დათანხმდეთ მეორე ხარისხოვან როლებს. განსაკუთრებით ეს ეხება პროფესიას. ტყუპის ნიშნით დამოკიდებულ ადამიანებს რაც შეეხება. მარტში თქვენი მართველი პლანეტა ასევე რეტროგრადულ ფაზაში გადადის, უკვე 14 მარტიდან მოყოლებული. აქედან გამომდინარე და თან პლუს ის ხელით ჩაკიდებული ივლის ვენერასთან, რაც იმას ნიშნავს. თქვენ უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. უნდა ისწავლოთ თქვენს თავზე ზრუნვა. უნდა გადაწყვიტოთ რა, რომ თქვენს თავზე დრო, თქვენს თავზე უნდა იზრუნოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს უნდა გადაწყვიტოთ, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას როგორც კი მიიღებთ და როდეს როგორც კი მიხვდებით, რომ თქვენ ხართ უპირველესი რესურსი და ყველა რესურსი, ფული რესურსი, ადამიანური სამსახურიც, აი ამ რესურსის სიჯანსაღიდან გამომდინარე მოიზიდება თქვენ ცხოვრებაში. აი მერე დაიწყება უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ტყუპის ნიშნით დაბადებულებსაც ექნებათ ეს პრინციპი უკან მომავალში, ძალიან ბევრი რამის გაცნობიერების, გააზრების საშუალება გექნებათ. თქვენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს ასევე რაღაც სიტუაციები, სადაც გადახედვა მოგიწევთ ძველი შემოთავაზებების, მე გირჩევდით რომ ყურადღებით მოეკიდოთ, შეიძლება არც თუ მნიშვნელოვნად მოგეჩვენოთ, მაგრამ ივნისის თვიდან მოყოლებული, ივნისის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ეს შეიძლება იქცეს თქვენთვის ძალიან პერსპექტიულ საქმიანობად. ამიტომ აუცილებლად დააკვირდით რაღაც საკითხები დაბრუნდება თქვენ ცხოვრებაში, ძირითადად პროფესიულ ეხება, ასევე ზოგიერთი შემთხვევაში ეს არის უცხოეთთან კავშირები, სწავლის კუთხით, მაგალითად გადაადგილების კუთხით, საქმიანობის კუთხით. კიდევ ერთხელ ამბობ, შეიძლება ცოტა არაპერსპექტიულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ მოახსნით ამ გეგმების კორექტირებას, ეს ძველი იყოს, შეიძლება ახალი არ იყოს, რაღაც ძველი თემა, შეიძლება ისევ დაბრუნდეს თქვენთან. შესაძლებლობა იქნება უკვე ივნისიდან მეორე ნახევრიდან მოყოლებული ამ ყველაფრის ძალიან კარგად მასშტაბირების შანსი გაქვთ. ასევე თუ კი რამე არ გამოვიდა ბოლო ერთი კვირის მანძილზე ქონდათ იმედგაცრუება, მოლოდინები ქონდათ, მაგრამ უცებ რაღაც შეიცვალა, ბევრთან იყო სხვა შორის ეს რაღაც მოლოდინები და უცებ არ გამოვიდა. ივნისში ეს თემა ისევ დაგიბრუნდებათ და მოლაპარაკების საშუალებაც გექნებათ. კირჩხიბის ზოდიაქოს სანამ კირჩხიბის ძალიან არ მინდა ეს რომ თქვა, მაგრამ სამწუხაროდ დრო იმდენი არ გვაქვს, რომ ესეც ვთქვათ ვისაუბროთ და ცოტა მოკლედ შევეცდები. გაპატიონ ოღონდ დანარჩენი ესე იგი მოკლეებში რა. კირჩხიბებს ექნებათ შესაძლებლობა მარტის თვეში, შესაძლებლობა არა აქტიურად იქნება მათ ცხოვრებაში საკითხი. პირველი ეს არის გააცნობიეროთ თქვენთვის არაფრის მომწემი კავშირები და უნდა მოხდეს სეპარირება. ძალიან ბევრი კირჩხიბისთვის ეს არის სეპარაციის პერიოდი თვის პირველ ნაწილში, სადაც აუცილებლად მოგიწევთ უსიამოვნო საუბრებით შეიძლება იყოს, მაგრამ სეპარაცია, ანუ გაიფილტრება გარემოცვა. მეორე ნაწილში, მარტის მეორე ნაწილში თქვენ უნდა იყოთ დაკავებული სავარაუდოდ საბინაო ან ოჯახური საკითხებით და აქაც დააკვირდით, რაც დაიწყო 2023 წლის მარტის თვიდან შუა პერიოდიდან, აი ეს თემები, თუ ეს იყო კონფლიქტური სიტუაციები დასრულება გადაწყდება, თუ ეს იყო რაიმე საკითხები, რაც უძრავ ქონების თემას ეხება, ასევე საბოლოო ფინალიზაციამდე მივა და ძალიან ეფექტურად შეიძლება დასრულდეს და საბოლოოდ დასრულდება პირდაპირ ვიტყვი. რაც შეეხებათ ლომებს, საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვთ, ვიტყოდი, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი ცოტა ქაოსში არიან, მინდა გითხრათ, ლომებთან ძირითადად მიდის საკითხი, რაც უკავშირდება მათ ეგოს, თვითშეფასებას. ბევრთან ასევე სხვა შორის ძალიან აქტუალურად დგას ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის საკითხი და ძალიან კარგია თუ კი მარტის შუა რიცხვებიდან თქვენ დაიწყებთ კომპლექსურად მიუდგებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ დაახლოებით წელიწად-ნახევრის მანძილზე საშუალება გექნებათ ძალიან ბევრი რამ შეცვალოთ, თუ ვინმეს ჯანმრთელობის თემა აწუხებს, ვიტყოდი რომ 14 მარტიდან მოყოლებული საკმაოდ დიდი პერიოდი, ეს წელიწად-ნახევრიანი იწყება, რომ კომპლექსურად მიუდგეთ რა ამ საკითხს და გამოჯამრთელდეთ, თან ძალიან კარგი პერიოდია. ასევე მარტის მეორე ნახევრში თქვენ გქნებათ საშუალება დაალაგოთ ან გაუმჯობესოთ ურთიერთობები. ან საბოლოოდ დახუროთ, დაასრულოთ და გათავისუფლდეთ, ანუ მიხვდეთ რომ აი მორჩა ყველაფერი, მაგრამ ეს რომ მორჩა პირიქით თქვენ თავისუფალი ხართ და გაცილებით უფრო რესურსები. ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, პრინციპში ვიტყოდი რომ წინა კვირა მათთვის საკმაოდ რთული იყო, მათ ჰქონდათ რაღაც მოლოდინები, რომელიც არ გამართლა, ვერ გამართლა, ასევე შეიძლება იყოს კონფლიქტური სიტუაციები, ვიღაცასთან ცოტა თავმოყარებაზე შესაძლოა გაიარა ამ ყველაფერმა, მოლაპარაკებები შეიძლება ჩიხში, ივნისის თვემდე ცოტა რთული იქნება მოლაპარაკებების ყოველ შემთხვევაში ჰარმონიაში ვერ გადაიყვანოთ შეიძლება, სამაგეროდ ივნისში უკვე ეს ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს, თუმცა მე გირჩევთ ეს რამეს, რომ აპრილის შუა პერიოდამდე დააკვირდით და აღიარეთ შეცდომები, იმიტომ რომ ქალწულებს ყველაზე მეტად შეეხება 14 მარტის პირველი წერტილი დაბნელების ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანს მოუწევთ შეცვალონ საკუთარი ხედვები, თუ კი თქვენ გინდათ რომ ახალი ეტაპი დაიწყოს თქვენი ცხოვრების ძველ სტერეოტიპებს უნდა მოეშვათ, ანუ განსჯას, თვითკრიტიკას, კრიტიკას, რაღაც ესე ვთქვათ, აი წვრილ მანებში ზედმეტ ჩაღრმავებას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან გიშლით ხელს, რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი ჰორიზონტები რომ გაიშალოს თქვენს წინ და უკვე 29 მარტის მეორე წერტილი დაბნელების ეს არის ძალიან დიდი ეტაპის, ტრანსფორმაციული ეტაპის დასრულების, რაც ეხება ფულს, უძრავ ქონებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც ყველაზე მწვავედ ალბათ იდგა 2023 წლის მეორე ნახევრიდან და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიხურება ქალწულის ნიშნით დაბადებულ. ვიღაცა გათავისუფლდება პირდაპირ გეტყვით დიდი პასუხისმგებლობისგან. სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს პრინციპში აქაც კუროზე რაც ვისაუბრებ, ბევრი რამ იქნება მსგავსი, იმიტომ რომ ეს ვენერას ნიშნები ავრივე, სასწორებსაც აქვს ჩანსი შეცვალონ საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება თუ გარეგნობის კუთხით თუ ვიზუალურად ის ვთქვათ როგორ პრეზენტირებენ საზოგადოებაში, შანსი არის რაღაც ახალი შემოთავაზების ოღონდ გისჩევთ ასევე აპრილამდე კარგად გაანალიზოთ, ასევე ძალიან ბევრი ადამიანთან ვინც სასწორის ნიშნით არის დაბადებული, იქნება საშუალება რეანიმირების ურთიერთობის ან გამოსწორების მეგობრებთან, ქალთასკენ, მდედრობიცკეს წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ბევრთან ეს იქნება დაკონსერვებული კონფლიქტების ხელახალი რეანიმირება, ოღონდ პატიების და გაშვების ხარჯზე და ბევრთან იქნება ეს დაზავება, ანუ ოჯახის წევრებიც იყო შეიძლება მდედრობიცკეს წარმომადგენლებთან ურთიერთობის შეცვლას და გადაფასებას უწყობს მოკეთ ხელს ეს პერიოდი. ძვირფასი მორიელები, მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, მათ ცხოვრებაში არის კარგი პერიოდი სამსახურეობრივი მოცემულობის შესაცვლელად. თუ თქვენ ზემდგომი ხართ, ძალიან კარგი პერიოდია შეცვალოთ მიდგომა დაქვემდებარებულებთან და აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ასევე ბევრი მორიელის შემთხვევაში რეორგანიზაცია შეიძლება მიდიოდეს აი საქმიანი გარემოს და ძალიან ეფექტურად. შეიძლება თქვენ ამას ელოდით კიდეც და ახლა გაჩნდება, შეიძლება ითქვას ამის შანსი, რომ რაღაცა შეიცვალოს, გადალაგდეს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ძალიან კარგი შანსები სამსახურის შეცვლის. ბევრთან რაღაცა ელოდნენ კიდეც და ახლა იქნება ფინალიზაცია, როდესაც ან მოგიბრუნდნენ შეიძლება, ან კიდევ ერთხელ გადაიხედოს ეს ყოფილი, ამიტომ ეს კარგი შანსია, რომ გამოიყენოთ, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი სტარტისთვის აპრილის სადაც 17 რიცხვამდე პერიოდი ვიტყოდი, რომ არ არის სახარბილო არავისთვის მორიელისთვისაც, რა თქმა უნდა, ან ჯობია რომ ამ პერიოდამდე გავაანალიზოთ, მოვამზადოთ ნიადაგი. მშვილდოსნებს რაც შეეხებათ, მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები იქნება დაკავშირებული პირად და პარტნიორულ ურთიერთობებთან, ასევე საკუთარი თავის პოზიციონირებასთან, როგორც აი კრეატიული ნაწილი. თუ კი თქვენ ამე ჰობი გაქვთ, რომელიც გინდათ რომ პერსონალურად განავითაროთ, პერსონალური ბრენდი, რაღაც გინდათ დაიწყოთ, აქამდე მოგწონდათ, მაგრამ ესე სერიოზულად არ გიფიქრიათ, აი ახლა არის საუკეთესო პერიოდი ამ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. ასევე ძალიან კარგი პერიოდია დაუბრუნდეთ ძველ იმიჯს და სტილს.
ძილს, ბევრი შემთხვევაში შეიძლება რაღაც ძილთან დაბრუნდნენ, ანუ ადრე ქონდათ მაგალითად ვარცხნილობა რაღაცა, შეიძლება გაცილებით უფრო მეტი ეფექტი მოახდინოთ. ახალს არ გიჩვევთ, ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას ნამდვილად არ გიჩვევთ, შეიძლება არ მოგეწონათ. ასევე ბევრი მშვილდოსნის შემთხვევაში შეიძლება იყოს ზუსტად ეს ყოფილების დაბრუნება, ყოფილებთან დაბრუნება, თქვენი გადასაწყვეტია. ერთ მდინარეში ორჯერ შეხვალთ თუ არა? თავარიაცურვა კარგად თუ გაქვთ ნასწავლი, ამიტომ ჩემი რჩევა ეს არის. ხის რქებს რაც შეეხებათ მათ შემთხვევაში გამოიკვეთება საკითხები, რომელიც არის დაკავშირებული ურთიერთობებთან, ისევ და ისევ ურთიერთობებთან, თუმცა ეს ურთიერთობები არის ოჯახის წევრებთან, ახლო წრის ნათესავებთან, ასევე დები, ძმები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, რაღაც ის გადალაგების, დალაგების საშუალება გაქვთ. სხვათა შორის ძალიან კარგი პერიოდია მოაგვაროთ ყველა გართულებული საკითხი, ან ახლებურად მიუდგეთ იურიდიული და დოკუმენტები, ეს დოკუმენტების თემა ალბათ ყველაზე მთავარი თემაა და ასევე თხისქებთანაც დადგება საკითხი სამსახურებრივი ფაქტორის, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი თხისქის ნიშნით დაბადებული ან შეიცვლის სამსახურს, ან მინიმუმ აღმოჩნდება სიტუაციაში, სადაც რაღაც პრინციპულად უნდა დაიცვას საკუთარი პოზიციები. თუ თქვენთან ეს 2023 წლის დასაწყისში იყო, მაშინ ახლა დაიხურება უკვე ყველაფერი. გააჩნია ეს ინდივიდუალური რა თქმა უნდა. მერწყულებს რაც შეეხებათ, მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მიმდინარე პერიოდი აძლევთ საშუალებას ძველი მეგობრების დახმარებით ისარგებლოთ. შეიძლება რაღაც პროექტები დაბრუნდეს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ადრე იყო მეგობრებს უკავშირდებოდა, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა, ისე არ გამოვიდა, როგორც თქვენ ელოდით ან გინდოდათ. ამიტომ ახლა იქნება საშუალება, რომ ახლებურად შეხედოთ ამ ყველაფერს. ასევე მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოუწევთ სიტყვიერად, მოდი ესე ვთქვათ, აღიარონ არა, უფრო გაარკვიონ რაღაც გარკვეული ურთიერთობები, იმიტომ რომ ბევრი რამე ეს, რასაც თქვენ შეიძლება თქვენ გაწერენ, წერეს წარსულში და თქვენი არ არის, ან თქვენ აიღეთ ეს ყველაფერი თქვენ თავზე, ამიტომ მარტის პირველი ნაწილი გაიძულებთ, უკვე აღიაროთ და ილაპარაკოთ და არ შეგეშინდეთ, რომ ასე გათავისუფლდებით თქვენ რეალურად. და თევზები, თევზებისთვის ყველაზე გადამწყვეტი იქნება თვის ბოლო. იმიტომ რომ მათი მართველი პლანეტა ნეპტუნი იცვლის ეპოქალური მოვლენაა ეს ასტროლოგიაში, იცვლის ესე ვთქვათ პოზიციას და თავისი მართვის ნიშნიდან გადადის ვერძის ნიშანში. ანუ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ის არის რომ აჯანყდებიან თევზები, ანუ ძალიან პრინციპულები გახდებიან საკმაოდ აგრესიულებიც, ეს ცუდი რაც შეიძლება იყოს და რა თქმა უნდა ჯობია რომ კორექტულები ვიყოთ. კარგ ვარიანტში ეს არის ახალი ურთიერთობები, აი ქალბატონების შემთხვევაში მაგალითად მათ ცხოვრებაში მოდის ახალი ადამიანი. ძალიან ისეთი იდეალისტური რომანტიკული ურთიერთობები, ადამიანთან ვის თქვენგან შორს ცხოვრობს, არის უცხოელი, შეიძლება საერთოდ არ იყოს ქართველი. ასევე ძალიან ბევრი ადამიანთან გაირკვევა ბევრი რამ, რაც უკავშირდება პირად და პარტნიორულ ურთიერთობებს და ზოგიერთი შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები სასწრაფოდ გადასაჭრელი, რომელიც უკავშირდება ჯანმრთელობას. აქაც საგანგაშო იმდენად არაფერი არ არის, რამდენადაც თქვენ შემთხვევაში სასწრაფოდ მნიშვნელოვანია მიიღოთ გაწყვეტილება, შეცვალოთ ცხოვრების წესი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე შეიძლება მენტალურ ჯანმრთელობას ურტყამს. ამიტომ ჩემი რჩევა არის უბრალოდ გამოიყენეთ პლანეტარული ენერგიები, იმიტომ რომ პლანეტები არაფერს არ წყვეტენ, ადამიანი წყვეტს საბოლოო ჯამში ყველაფერს. თავარია როგორ რეაგირებთ ჩვენ ამ ყველაფერზე და წარმატებულ თვეს გისურვებთ და კარგ გადატვირთვას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ადამიანის ცხოვრება შეიცვლება, გადაიტვირთება. ვისურვებდი რომ მაქსიმალურად დადებითი კუთხით, რაც თქვენს ხელთ არის. საინტერესო თვე და საინტერესო წელი ძალიან საინტერესო თვე. ბევრი ადამიანი დაიმახსოვრებს დამიჯერეთ ამ თვეს. ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენი დრო მოიწურა შემიძლია დაუსრულებლად ისმინო. თავარია მისი მოსმენა და ახლა გავუშვა აქედან, მაგრამ და პირდაპირ ეთერში ჩამოგართმე პირობას რომ კიდევ გელოდები და მოხვალ. დიდი მადლობა სადაც. მადლობა კიდევ ერთხელ და მე მგონი დროა ხო? პირველები ნახოთ? საინფორმაციო, კი, საინფორმაციოს უნდა დავუშვათ ჩვენ საერთო დრო, თუმცა ძალიან მალე დაგიბრუნდებით, კი, დროებით. და აი დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში რა მხილო ვიყვირე რა იყო ხო და ესეთი ლახიანი რატო ხარ რა გთავაზობ მაინტერესებს მართლა რა გთავაზობ და მოგეხსენებათ რა დღეს პირველი დაბდღეა დია არ შეიძლება ჩვენმა ეთერმა ისე ჩაიაროს რომ ერთი კარგი გემრიელი სუხე ტკბილით სიმღერა მოცხო არა ხო ტკბილზე გამახსენდა და ძალიან მინდა რომ პირად იცხოვრო პირ ქვეყანასთან ერთად მარტო მე უნდა რომ ვიცხოვროთ პირველად, შენ საფუხაროდ არა.
ვიხება ძალიან დიდ სურვილს და მე აუცილებლად ვიცხოვრებ ტყუილად ქვეყანასთან ერთად ჩემო ნიკა და ქურთუსაც გავიყოლებ, ანასაც გავიყოლებ და ჩემთან ერთად ვაცხოვრებ, იმიტომ რომ მათ ძალიან გემრიელობები აქვს ამ საკონდიტროს და წინა უბრალოდ გუშინდელ ეთერშიც ეს აღნიშნე რომ ძალიან მიყვარს ეს სასუსნავებს რასაც ვეძახით რა და აქედან გამომდინარე ჩემთვის ძალიან საყვარელია როდესაც საყვარელი საქმიანობაა რა ეს ყველაფერი აბა გაუბარჯე აი ამის შენახა კოკაკოლის გარეშე რა ის ვერ გავი გაუხსენდი რა აი ესე გუშინ გახსნა და აბა ტელეპიროს გაუბარჯე გაუმარჯოს და ერთი გემრიელი სიმღერა კი არა და სიუჟეტი მივუძღვნათ სიმღერა არა სიუჟეტი ხო სიმღერაც ჩვენ იცი რა თან ჩვენ ეთერი თუ გახსოვს შემონიკა შენ დაიწყე იცი როგორ რომ მადლობები ვუთხარით იმ ადამიანებს რომლებიც გვერდში გვიდგანან და კოკაკოლა ნამდვილად არის ცოტა იყო ყველაფერი და თუ გახსოვს რა მაგხელაც ხო ვიცი რა გახსოვს და კოკაკოლა ნამდვილად არის დატკბილი ქვეყანის და კიდევ ძალიან ბევრი კომპანია რომელიც წლების განმავლობაში დგას ჩვენს გვერდით და მათით მოვედით აქამდე ნამდვილად ამათ წლის განმავლობაში და მე ჭიც არ ვეპარება იმაში რომ გაგრძელდება და ინგა იყო ჩვენთან გრიგოლია პირველ ბლოკში სტუმრად და იმავე ძალიან ბევრი მადლობა გადაუხადა მათ და მეც ვუერთდები და თქვენს დარწმუნებული ვარ ამაში და იცი რა თქვენი წილი მადლობა დღეს უკვე გადაუხადეთ ტევ პიროს და მე რატომღაც შეიძლება რა ვთქვა ძალიან უცბად მოხდა ჩემი შემოერთება თქვენს გუნდთან დამხვდით ასე ვთქვა მე ყველაზე გვიანი წევრი ვარ ამ შემთხვევაში და არასოდეს არ მიფიქრია რომ შეიძლება და ჩემი ცხოვრება ტელევიზიას დაკავშირებოდა და ის ადამიანები რომლებმაც ითავეს ეს ყველაფერი ახლა საეთეროში ზის და რაღაცნაირად იცინის უცნაურად ერთ-ერთი მათგანი მეორეც ამჟამად აქ არ იმყოფება თუმცა დარწმუნებული ვარ რომ გვიყურებს ტელეეთერიდან და გვაკვირდება მადლობა მინდა რომ გადაუხადო მოკლედ იმ ადამიანებს რომელთაც მომწეს საშუალება რომ ჩემი ცხოვრება კიდევ რაღაცნაირად სხვანაირად ასე ვთქვათ გამოწვევა ყოფილიყო და ხო და სულ სხვანაირად დამენახა და ძალიან ბევრი ადამიანი ხომ გავიცანით თქვენი მეშვეობით და შევიყვარე და სხვებმაც ალბათ სხვანაირად დამინახეს მე ტელეფონირებდა შენი ლაპარაკი მე ვუპასუხებ რა და სარა მარიამი უპასუხებს და რასთავარია ტელეფონზე პასუხი ისწავლა მარიამო ჩვენი პროფესორი აი რაც ყველაზე მეტად ჩივი და მე მინდა რომ იმ ადამიანებს უთხრა ახლა მადლობა რომლებიც არ ჩანან საეთეროში მინდა უთხრა თითოეულ თქვენდაგანს ძალიან დიდი მადლობა ოპერატორებს მინდა უდიდესი მადლობა ჩვენ ვანიჭკას ყველას ლალიკოს ყველას არ მინდა რომ ვინმე გამომცეს და მადლობა იმ დიდი სიყვარულისთვის რასაც მახვედრებთ მე თქვენ აქ ყოველ შაბათ კვირას ყველაზე მნიშვნელოვანი მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ცალკე შეგიძლია მადლობა გადაუხადო მასაც გადავხადე მიღმა ადამიანო გაგიმარჯოს მე მგონი იცი რა არის ეს დაბადების დღე ისე არ ჩაივლის ჩვენი სიმღერის გარეშე პირველის ხო და ითხოვს და სიმღერის მაგეთ მოდი სიუჟეტი ვაჩვენოთ ანას კარგი იცი მოდი რა ისე გავაკეთოთ რომ სანამ ანა შეიცვლის თავის მდგომარეობას ზნეს არა მგონია მე მინდა რომ წარმოვიდგინოთ ჩვენს ტელემაყურებელს არაჩვეულებრივი სიუჟეტი შენ იმღერა მე წარმოვადგენ აი ესეც ხდება ჩვენს ეთერში მოკლედ ძირფას ტელემაყურებელო ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე თუმცა გიტოვებთ ტელეპირველის დაბადების დღეს და ერთად ვუყუროთ ამ არაჩვეულებრივ სიუჟეტს რომელიც თათია ლობაძეს ეკუთვნის ასე რომ შაბათამდე გემშვიდობებით კარგად. ხოჭაღა. ზუსტად 10 წლის წინ, საღამოს 6 საათზე საეთეროში პაატა კაკაურიძემ ასე დააჭირა ღილაკს ხელი და იმ წამიდან ამუშავდა ტელეკომპანია პირველი, რომელიც მაშინ თავიდან სპორტული არხი იყო და შემდეგ გახდა უკვე საზოგადოებრივ პოლიტიკური. ეს ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ ამ ტელევიზიაში, აი ამ გადმოსახედიდან პრაქტიკულად წარმოუდგენელია იმის დაჯერებაც კი, როგორ დავიწყეთ ჩვენ ამ ტელევიზიის კეთება. მაგალითად ჩვენ ყავდა 2 Opel Corsa, ეს იყო მთელი ჩვენი ტრანსპორტი. ჩვენ არ გქონდა პირდაპირი ჩართვის აპარატი, არც ერთი. ეს ყველაფერი რაც დღეს ჩვენ გვაქვს ну აი ზღაპარია იმასთან შედარებით რაც ჰქონდა მაშინ 10 წლის წინ, როდესაც ამ ტელევიზიის კეთებას ვიწყებდით. 10 წელია ვარ თითქმის ტელეპირველში. თუმცა მოვედი იყო პატარა შენობა, ბუნებრივია ბევრად.
რამდენიმე ოთახი, პატარა სტუდია და აი 10 წლის თავზე ნამდვილად მაღალი დონის საერთაშორისო მასშტაბის ტელეარხია. ეხლა ეს ტელევიზია თავისი სტუდიებით, აღჭურვილობით და შესაძლებლობებით. ძალიან მიყვარს აქაურობა და მე მგონი თვალშისაცემია ის პროგრესი, რომელიც ამ არხმა პირველ რიგში ვიზუალურად, ტექნოლოგიურად განიცადა. ეს 10 წელი იყო ბევრი სიხარულის მომტანი წელი, ბევრი გამარჯვების წელი, წარმატებების წელი, მაგრამ ამავე დროს ეს იყო ძალიან მძიმე წლებიც. ჩვენ გვარბევდნენ, ჩვენ თავს გვესხმოდნენ, ჩვენ ვცემდნენ, ჩვენ სამწუხაროდ ლექსო ლაშქარავაც დავკარგეთ ჩვენი ძალიან ძვირფასი მეგობარი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას შეეწირა. გარდა ამისა, ყოველი აქციისას, ყოველ საღამოს, როდესაც ჩვენი გადამღები ჯგუფები გადიან რუსთაველზე, გადიან სხვადასხვა ხელწერტილებში, დაძაბულები ვართ იმის გამო, რომ ვიღაც თავს არ დაესხეს ჩვენ ჟურნალისტს და ჩვენს ოპერატორს, ვიღაცა ნიღბიანი არ დახვდეს, ვიღაცამ არ დაარტყას, ვიღაცამ არ სცემოს, რაღაცა არ შეგვემთხოს. სულ აი ამ სტრესის ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ ბუნებრივია, რომ მაინც ვაკეთებთ იმას, რასაც საჭიროდ ვთვლით, რომ უნდა გავაკეთოთ. ფაქტმა, რაც მე გადამხდა, ხო, აი ამ აქციების დროს, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორ მხარეს ვდგავარ და ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებ. ტელევიზიას განსაკუთრებული მისია აკისრია ახლა ამ ქვეყანაში, როცა ამ ქვეყნის ისტორია იწერება, ხო, ჩვენ ვუყურებთ. რა ხდება რუსთაველს. ამასობაში TV პირველი 10 წლის გახდა. ამ ტელევიზიის როლი არის შეუფასებელი, მე ასე მგონია, იმიტომ რომ მართლა რაღაცნაირი ემერჯენსია TV პირველი რა ადამიანებისთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და იმედია და ამის გაცნობიერება საქვს ყველაზე დიდი ფასი ამ პროფესიაში, რომ შენ ადამიანებს, შენი ქვეყნის მოქალაქეებს უბრალოდ ეიმედები. TV პირველი ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებისთვის არის ალბათ გადაუდებელი დახმარების ჯგუფი. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რა პრობლემაც არ უნდა აწუხებდეს, ყოველთვის რეკავს აქ, ყოველთვის გვწერს ჩვენ და ადამიანებისთვის არის იმედი, რომ სადღაც მაინც გიპასუხებენ, დარეკავ, დაგეხმარებიან და გაიგებ ამბავს. ჩვენი პასუხისმგებლობაც არის ყოველთვის, რომ ადამიანთან მივიდეს ნამდვილი ამბავი საქართველოდან, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე აისახება ბედწყვეტს. რთულია ის გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, ტელევიზია, ჟურნალისტები, ოპერატორები, გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და მუშაობს, მაგრამ ეს არის პირველ რიგში გაცნობიერებული არჩევანი თითოეული აქ მომუშავე ადამიანისთვის, რომ ჩვენ ვიმსახურებით საქართველოს. ჩვენს ხელთ არის არაერთი მტკიცებულება. ხედავ, აბა მოდი ვახოთ. მას შემდეგ რაც მოხდა ჩემზე და გიორგიზე თავდასხმა, ყველაზე მთავარი რაც მახსენდება, რომ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, არის ის, რომ ყოველდღიურად ქუჩაში, მეტროში, მაღაზიაში ყველგან გვგრძნობ ძალიან დიდ მხარდაჭერას, ადამიანების სიყვარულს, პატივისცემას. ეს არ არის პირადად ჩემს მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ეხება ტელევიზიას, TV პირველი რომ არ იყოს TV პირველი, ჩემს მიმართ არ ექნებოდათ მსგავსი დამოკიდებულება. არ უნდათ რომ ეს ხმა ისმოვდეს, არ უნდათ რომ ჩვენ ვანათებდეთ და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, ჩემზე თავდასხმაც ეს იყო, სხვა არაფერი. აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ჩავქრეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი 10 წელი გვაქვს წინ და ეს მიზანიც მიღწეული ვერ იქნება, ისევე როგორც ბევრი სხვა მიზანი, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო თვეებში დაისახა. ჩემი აზრით, გადამწყვეტი როლი აკისრია TV პირველს. მთელი რიგი მიზეზების გამო, იმიტომ რომ ახლა ეს ტელევიზია გადის ყველაზე კრიტიკულ პერიოდს, რომელიც არ გვახსოვს ამ დრომდე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამასაც გავუძლებთ, იმიტომ რომ ჩვენ ხალხის ძალა გვაქვს, მაყურებელი გვყავს, რომლებიც
ყოველდღე გველოდებიან და მართლა ჩვენზე არიან მომართულები იმისთვის, რომ გაიგონ სიმართლე რა ხდება ამ ქვეყანაში და ამიტომ, როდესაც ამ ძალას უგრძნობთ, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პერიოდსაც აუცილებლად გადაულახავთ და ეს ბრძოლა, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია, აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. როდესაც გამოშვებაზე მუშაობ, შეიძლება ამას არ ფიქრობ უდი, მაგრამ ქვეცნობიერად ყოველთვის გვაქვს ეს გრძნობა, რომ 8 საათზე შენ რომ დაჯდები სტუდიაში, ამას ათასობით ადამიანი ელოდება, ყოველ შენ სიტყვას უსმენს, ყოველ შენ კადრს ნახულობს ასაჩვენად, ხო? და ბუნებრივია ეს გიათმაგებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენ გვაკისრია. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი საზოგადოებისაც არის ის, რომ ეს ქვეყანა დაბრუნდეს ისე ევროინტეგრაციის გზაზე და ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში ტევე პირველი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. როგორც ფანჯარა, სრული თავისუფლების, აი ესე დავიწყეთ ტევე პირველის შენება. ჩემთვის ტევე პირველის დაბადება, გაზრდა, დაფრთიანება, მე წარმოუდგენელ ბრძოლებში შესვლა, წარმოუდგენელ ზეწოლაში შესვლა, რაც მოდის დღემდე და უფრო ძლიერდება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან, ეს არის მთელი ისტორია. მართლა ისეთი ისტორიაა რა, ტევე პირველის წარმატება, კარგი წიგნი რომ დაიწერება. თითოეული გადაღება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და თითოეული დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველდღე ვფიქრობთ იმაზე, რომ უნდა ვიყოთ ამ პროფესიაში, დავრჩეთ და უფრო ხმამაღლა ისმოდეს ჩვენი ხმა, მივიტანოთ საზოგადოებამდე ყველა თითოეული ადამიანის მოქალაქის პრობლემა, გასაჭირი, ოჯახია თავპირველად ჩვენთვის და თავისუფლების მოედანია ჩემთვის თავპირველი. თავპირველი 10 წლიდან 5 წელი ჩემიც არის, 5 წელი ვმუშაობ ყველაზე მაგარ და თავისუფალ არხზე და მინდა რომ კიდევ დიდხანს ვიყოთ ხალხისთვის და ხალხის გვერდით.